ჩვენ მონობაში ვიყავით, მაგრამ თავისუფლება გვინდოდა. შინაგანად ყველას მოსწონდა დასავლეთი. სოფლის გლეხსაც და იმასაც, ინტელიგენტსაც. თავარი იარაღი კრემლის იყო შიდა ძალადობის შექმნა. ქართველებს შორისაც და ქართველებსა და არაქართველებს შორის. სამწუხაროდ ორივე გამოგვიყვება. 9 აპრილის შემდეგ დაიწყო რამდენიმე ფაქტი მოხდა რუსებზე თავდასხმის სამხედროების. აქ დაიჭირეს მე. აღმოჩენ გერეუს თანამშრომლები. ამ თვითონ შეგვიდნენ ამას. ეს ირაკლი მელაშვილია, პოლიტიკის ანალიტიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი, ყოფილი დეპუტატი. ყველა მიხვდა, რომ ეხლა ომათა საქართველოს ბედი წყდება. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე. 91 წელს გამსახურდიას არ გაიგიჟებინა თავი და ეროვნულ მოძრაობას დავრჩებოდი ჩვენ საბჭოთა კავშირში და თუ იმას გონია რომ ძალით დაშლიდა ვინმე საბჭოთა კავშირში ძალიან ცდება. ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეთა 99%-მა, ანუ 3,295,493 ადამიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სასარგებლოდ მისცა ხმა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ნიქსონი ჩამოვიდა იმ რეფერენდუმზე. არ ელოდებოდნენ არც ევროპელები ელოდებოდნენ, არც რუსები არ ელოდებოდნენ. რეფერენდუმიდან 9 დღეში საქართველოს მართლაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ასე დასრულდა 35 წლის წინ 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. რუსეთის იმპერიისთვის ჩვენი გასვლა ცოტა სხვა თემა იყო და ბალტიისპირეთის გასვლა ცოტა სხვა თემა. ჩვენ ვიყავით ლიდერები, სამის შემდეგ ჩვენ ვიყავით პროცესის ლიდერები. ჩვენ ვხვდებით, რომ თქვენი დამოუკიდებლობა თქვენ ანგრევთ რუსეთის იმპერიას. ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი შემყურე მერესობა წარმოადგენს და დაინახეს, რომ ამათ არა აქვთ ხო ისეთი მხარდაჭერა რაც ბალტიისპირეთსაა. მაგრამ ვერაფერს ვერ უშვებიან. მერე უკვე სხვები წამოვიდნენ ამ პროცესში და რა თქმა უნდა დამაგვირგვინებელი იყო წლის ბოლოს უკრაინის რეფერენდუმი, ოღონდ იმან ჩვენი გზა გაიმეორა, ხო? ჩვენ ვიყავით პირველი, რომელიც რეფერენდუმით შევსამით ლეგიტიმური საფუძველი. რეფერენდუმის მორიგ წლის თავზე ჩვენ საუბრობთ როგორც ხალხის მიერ მტკიცედ გამოხატულ ნებაზე, ასევე იმაზე, როგორ გაიცადა დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა მომდევნო წლებში ცვლილებები. დამოუკიდებლობა როდ უფრო ადვილი მისაღწევია და თავისუფლება. დამოუკიდებელია ესეც, ბელორუსიც, ბირმაც, აფრიკის ქვეყნები. ჩვენ დაგვჭამ თავარი. რაც გვეგონა რომ გაკეთებული იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგვჭა საკეთებელი ეს არჩევანი. ჩვენ თავისუფალ სამყაროს წევრობა გვინდა, თუ იმ ნაგავში დაბრუნება, რაში ცხოვრობდით. გამარჯობა ბატონო ირაკლი. მოგესალმებით. როგორ ხართ? როგორ გითხრათ ახლა? კარგათო, ცოტა ვერ უნდა იყოს კლაჭკუაზე ჩვენ მდგომარეობაში რომ კარგად იყო, მაგრამ ვცდილობთ რომ გავუძლოთ ამ ყველაფერს. რაც ხდება. ისე დავიწყებ გულუბრყვილო კითხვით, სანამ დამოუკიდებლობა გამოცხადდებოდა საქართველოში, თქვენ როგორ წარმოგედგინათ რა იქნებოდა დამოუკიდებლობა, რაღაც ფერი რუკაზე, საკუთარი კონსტიტუცია, მეტი თავისუფლება, აი თუ ქონდა რამე მატერიალური განსხეულება დამოუკიდებლობას. როგორც ჩანს ჩვენი საზოგადოების მდგომარეობა ისეთი იყო, რომ ძალიან განსხვავებული იყო წარმოდგენილი საზოგადოებაში. ბოლო პერიოდში ამეკვიათა, რომ დეკაბრისტების აჯანყება როდესაც მოხდა რუსეთში მოედანზე რომ გაიყვანეს დეკაბრისტება ჯარისკაცებმა კონსტიტუცია არ იცოდნენ რა იყო. ამათ უთხრეს, რომ დედოფალი არისო, რომელიც უნდა გახდეს იმპერატორიო და ისო კაი ადამიანი არისო და იმასო კონსტიტუცია ქვიაო და კონსტიტუცია აყვირეს ჯარისკაცებს და ნუ მე უცბად ის დამთავრდა ყველა ვიცით. ჩვენც ასევე ვიყავით დემოკრატიას სამემართებაში რამდენადაც მე ვხვდები, იმიტომ რომ 35 წელი გავიდა და ძალიან ახლოსაც არ არის იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც ფიქრობდით მე ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემი მეგობრები ვინც იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი, რომელიც იყო იმ ეროვნულ მოძრაობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო კი, მაგრამ ეს დემოკრატია არ ყველა ეძახდა მაშინაც დემოკრატიას, კომუნისტები არ გვიყვარდა, არ მოგწონს, ბოლშევიკები არიან, დემოკრატია არ აქვს, მაგრამ ესეც დადგა საკითხი, ახსოვს ვიღაცა იყო დაჭერილი და ადვოკატმა მოწმეს კითხვა დაუსვა, რომ თქვენი აზრითო ხელისუფლების კრიტიკის უფლება თუ არა აქვს. თუ უფლებას მისცემენ, კიო, ესეთი იყო პასუხი. ხოდა, ანუ საბჭოთა კავშირიდან გამოსული საზოგადოება ვიყავით უზარმაზარი მინუსებით, ყველაზე კორუმპირებული ერთ-ერთი საბჭოთა კავშირში, სადაც მე როგორც უყურებ ოქროს აქლემით იყიდეს ჩვენი
ლოიალობა, იმიტომ რომ ეს კორუფცია იყო ზევიდან დაშვებული და მაქსიმალურად გასვარეს მთელი საზოგადოება. საზოგადოებაში როდესაც დემოკრატიაზე გადასვლა დაიწყეთ, მივიღეთ 90-იანი წლები, იმიტომ რომ ყველას რასაც შეეძლო იმას პარავდა სახელმწიფოს. საბჭოთა კავშირის ესე იყო, იქ დიდი რესურსი იყო და თვალებს ხუჭავდა იმ რესურსის პატრონი. ან ჩვენი ქვეყანა დავანგრიეთ 90-იან წლებში. საქართველოს ჰქონდა ყველაზე დიდი ვარდნა ეკონომიკური, ტაჯიკეთის შემდეგ, ტაჯიკეთში სხვა ამბავი იყო და საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელშიც 31 ქართლის გარდა არც ერთი სამრეწველო საწარმო არ გადარჩა, რომელიც არ დავანგრიეთ, თეთრებად, ცენტებად არ გავყიდეთ, აი კარგი ჩარხები იყიდებოდა მეტალის ფაში და ამას აკეთებდა საქართველოს ეკონომიკური ელიტა. მერე მიდიოდნენ 20 წლის მერსედესი ყიდნენ, მერე რესპუბლიკა უთავდებოდნენ მიადგენ კედლები და ანგრიეს და არმატურა გაყიდეს. 2003 წელს შევარდნაეს წინააღმდეგ წავიდნენ, იმიტომ რომ შეჭამეს რაც მისცეს და ახლის მიცემას ფიქრობდნენ რომ შევარდნაძებლო გავდა და ესეთი უცნაური ქვეყანა აღმოჩნდა. თუმცა დემოკრატია კიდე სხვა რამეა, დამოუკიდებლობას შეეხებოდა ჩემი კითხვა, დამოუკიდებლობა როგორ წარმოგედგინათ? დამოუკიდებლობა წარმოგედგინა იმის რომ ჩვენ ყველანი ვფიქრობდით იმას რომ და ის ლიდერებიც ვინც იყვნენ ეს იყო ევროპული ნაწილი ხო ევროპისკენ უნდა წავსულიყო ეს არ არის ბევრს არ ესმის ჩვენ თაობის არჩევანი ხშირად ყვები ამ ისტორიას რომ დაახლოებით 18 საუკუნის წინ მოხდა ესეთი ფაქტი რომ აელებმა გუბაზმებმა მოკლეს და შეკრება დაიმართა კოლხების ფანტაზია და ეეთი გამოდიან აი ეეთი ძახის რომ რომელები დასაჟელები არიან ამიტომ ჩვენ პარტიელების მხარეზე უნდა გადავიდეთ ფანტაზია ძახის ძალიან საინტერესო სიტყვაა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს სიტყვა თავისუფლებას არ ახსენს მაშინ თავისუფლება რა იყო ხო შენ წმენის აღწერებლობის უფლება უნდა ქონოდა რომაელებთან უნდა დავრჩეთო იმიტომ რომ ისინიო ამ ჩვენ წმენას არ შეეხებიან და მე თავისუფლება იქნება საბოლოო ჯამში ამ იდეამ გაიზარა გაიმარჯვა მაშინ ქრისტიანობა როდესაც მივხვდით მაშინაც ალტერნატივა ჰქონდა ბიზანტიურ ანუ მაშინდელი ქრისტიანობა რაც ჩვენ ავიღეთ დიოფიზიტობა ეს იყო დასავლური რელიგია პარტია გვაწვებოდა მონოფიზიტობას მაშინაც მაკითხარეს რუსეთის არჩევანი როდესაც გავაკეთებინეს მაშინაც იგივე არჩევანი იყო ერთადერთი ფანჯარა იყო შავი ზღვა იყო თურქეთის ზღვა ერთადერთი ფანჯარა ჰქონდა და ეს ფანჯარა გამოვიყენებ ყოველთვის ევროპულ არჩევანს აკეთებდა ეს საზოგადოება ყოველთვის მიიჩნევდა თავს ევროპის ნაწილად ეს იყო ეს წარმოგვედგინა მაგრამ ვიცოდით რომ რთული იქნებოდა თუმცა ამდენად რთული თუ არა მერე გაირკვა ეს რომ რუსეთის იმპერიისთვის ჩვენი გასვლა ცოტა სხვა თემა იყო და ბალტიისპირეთის გასვლა ცოტა სხვა თემა იმიტომ რომ ეს ხელებზე ამხსნეს 90-იან წლებში როდესაც შეგამართება მოგვივიდა მათი თანამდებობის პირებთან ერთად კონფერენციაზე რომ ბალტიის ქვეყნების არა რუსებმა თქვენ ვერ ხვდები შეგამართება მოხდა იმაზე რომ მაშინ გავიდა ბაქოს უბს რომელიც ძალიან პატარა და სიმბოლური იყო და მოატეხეს ერთი ამბავი არ გაგაკეთებინებთ ეს ხელების ბრალხული აგინდათ გაზაკებოდნენ 0.1% არ გადის იმითი რა გჭირს არა პრინციპის ამბავია თქვენ ვხვდებით რომ თქვენი დამოუკიდებლობა თქვენ ანგრევთ რუსეთის იმპერიას ბალტიისპირეთი არა ბალტიისპირეთის უკან იდგა ფსკოვი ეს რუსულ თქვენს უკან დგას ორი ამიერკავკასიის რესპუბლიკა და შუაზია. თქვენ გვქონით ვიტროდერეპანს, რომელსაც ისინი დაუკავშირდებიან დასავლეთს, ესე იგი, რუსეთის იმპერია ვერადოს ვერაფრ. ჩვენ მაინც ვფიქრობდით, ხო, რომ ერთი რესპუბლიკის გასვლა იყო, მაინც ვფიქრობდით, რომ საბჭოთა კავშირი რაღაცა ფორმით თითქოს უნდა შენარჩუნებულიყო, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა ის, რომ შუაზიელებმა როდესაც დაინახეს რომ რეფერენდუმის შემდეგ მოხდა ეს ამბები, როდესაც დაინახეს რომ ეს პროცესი ვეღარ შეტრიალდებოდა უკან. გარბაჩოვი მაშინ ატარებდა ნოვააგარეოში შეხვედრებს ახალ სამოქალაქო ხელშეკრულებაზე და ერთი დღეს როდესაც იმანი შეხვედრა დანიშნა, შუაზიელები შეიკრიბნენ ყაზახეთში. 6 მერე იქიდან ჩავიდნენ. ჩავიდნენ საერთო პოზიციით და დაიწყოს პროცესის აზიურად დამოხრუჭება. ისინი არ წავიდნენ წინააღმდეგ, მაგრამ ისეთი მოთხოვნები დააყენეს ეკონომიკური და რაღაცეები. მაშინ თქვას რომ თქვენი ბრალია, ქართული ბრალია.
იმიტომ რომ ბალტიისპირელები კაი ყველანი შეგუებულები ვიყავით, მაგრამ თქვენ აგვიჭერით. ანუ ეს რეფერენდუმი იყო მაგისი. სანამ რეფერენდუმზე გადავამოდი ერთ ყოველ კითხვას დავსვამ ამ სტერეოტიპებიდან, იმიტომ რომ ეხლაც 25 წლის მერეც მე მგონი არსებობს ხალხი, ვინც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი მაინც ინგრეოდა და ადრე თუ გვიან მაინც მოიპოვებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ხო და აი ამ ტყუილს და ცრუ მოსაზრებას რა პასუხს გაცემთ უკვე ამ გადმოსახედიდან? იყო მოცემულობა, სამი ბალტიისპირეთის რესპუბლიკა არ იყო აღიარებული საბჭოთა კავშირის ნაწილად დასავლეთიდან. ამიტომ სულ მუდმივად მიდიოდა საუბარი იმაზე. სამი ბალტიის რესპუბლიკა 12 დანარჩენი. ჩვენი დიპლომატია მუშაობდა იმაზე, რომ ეს გაგვერღვია. მაგრამ მათ ჰქონდათ არგუმენტი. დასავლური მედია იყო ძალიან დადებითად განწყობილი და არა მარტო მედია პოლიტიკური ელიტაც ძალიან დადებითად განწყობილი ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობის მიმართ უარყოფითად განწყობილი ჩვენს მიმართ. ჩვენ ვიყავით ლიდერები, სამის შემდეგ ჩვენ ვიყავით პროცესის ლიდერები. ბალტიისპირეთის რესპუბლიკები რო არ შევიდოდნენ, აგარ მაშინ არ იყო ახალი სამოქალაქო ხელშეკრულება უნდა დადებულიყო. ისინი ვარ შევიდოდნენ, იცოდნენ, თან დასავლეთისგანაც იყო გაფრთხილება და დიპლომატიური ნაბიჯები იმისათვის, რომ არ ეიძულებინათ ისინი. მაგრამ დანარჩენთან მე მაგალითად შეხვედრილი ვარ უცხოელებს, რომელიც მეუბნებოდა რა დამოუკიდებლობა ხო არ გაგიჩნდა თქვენ და საელჩოები გაგვახსნევინათ კიდე და რომ ეუბნებოდა შენ წინაპრებს რო ესე ეფიქრა შერეგვენო საერთოდ სად იქნებოდნენ და თუ წარმოგიდგენია, ნუ ეს ის იყო რა. მაგრამ ეს იყო ერთმნიშვნელოვანი. თუ ჩვენ აგარევას პროცესში ჩავერთვებოდით, ეს იმას ნიშნავდა, რომ შეყვებოდა მოლდოვას და შეყვებოდა სომხეთიც. ჩვენ თუ არ ვერთებოდით, სომხეთი ხედავდა გამოსავალს, ანუ ჩვენი გასასვლელი რჩებოდა. მოლდოვა ძალიან იყო, ჩვენთან მოლდოვას ყავდა თავისი პატრონი რუმინეთის სახით, მაგრამ რუმინეთი ძლიერი არ იყო შიდა პროცესებში, ჩვენ და მოლდოვა ძალიან ერთად მივდიოდით მაშინ. მე არაერთხელ ყოფილი ვარ იქ ჩავსულ ვარ და მქონია შეხვედრებიც და მათ ხელმძღვანელობასთან, იმ მოძრაობასთან, რომელსაც სახალხო ფრონტი წარმოადგენდა, რომელიც იყო მაშინ ძირითადი. და ნუ იყო ბალტიისპირელები, რომელთაც ჩვენ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ყოველთვის დავალება ჰქონდათ, რომ ყოფილიყვნენ ესე. ერთად. ისინი სამი ერთად და სამნად აი დოკუმენტსაც რო ხელს ვაწერდით ერთობლივ მაგალითად 6 რესპუბლიკა რომელიც არ აწერს ხელს საკავშირო ხელშეკრულებას. ბალტიისპირელების უცვლელობდნენ რომ გამოყოფილიყვნენ სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო ლიტვა, ლატვია, აგრეთვე საქართველოსა და ნუ ამაზე სულ იყო ჭუბი. ისე დავხელოვდით მე ფორმულირებების მოგონებაში რომ არც იმათ წენოდა და ჩვენს დაჩაგრულები არ ყოფილიყავით რომ ყოველთვის ვახერხებდით ამას, მაგრამ თავარი იყო ის რომ სქემა იყო რომ ბალტიისპირეთი უნდა გასულიყო. არ ვიტყვი რომ მოსკოვსაც უხაროდა, მაგრამ ამას შეგუებულები იყვნენ. აი შემდეგი აჭრა უკვე რომ ის 12 უნდა დარჩენილიყო თუ არა, ეს ჩვენი გაკეთებულია დიდწილად, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენი, იმიტომ რომ მერე უკვე შემოდია მძიმე წონოსნები. ანუ როცა ჩუაზია არ ჩავიდა და ეს კარგად დაინახა უკრაინამაც. ელცინიც მიხვდა რომ მისთვის შანსია გარბაჩოვის გადაგდების. მერე უკვე სხვები წამოვიდნენ ამ პროცესში და რა თქმა უნდა დამაგვირგვინებელი იყო წლის ბოლოს უკრაინის რეფერენდუმი, ოღონდ იმან ჩვენი გზა გაიმეორა, ხო? ჩვენ ვიყავით პირველი, რომელიც რეფერენდუმით შევსვამით ლეგიტიმური საფუძველობა, ვერაფერი ვერ თქვა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ნიქსონი ჩამოვიდა იმ რეფერენდუმზე, ხო? და დასრულწინ ისე აეროპორტში თქვა, რომ მე საქართველოს იყო, ხო, დამოუკიდებლობას მივცემდი. მივიღებდი მონაწილეობას და დამოუკიდებლობას მივცემდი, ხო? ბალტიისპირეთში ჩავედი, მე ძალიან ინტენსიური კონტაქტები იყო და გაფსულები ისხდა. იმათ რეფერენდუმი ნიქსონი ყავდათო და იმათ რეფერენდუმი დაკვირვებელი ვიყავი ლიტვამ, რომ ესაც რეფერენდუმი ვერ გაბედა ბალტიისპირეთმა. განსხვავება არის რეფერენდუმი არის, რომელსაც კანონის ძალა აქვს. მათ შეატარეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა თებერვალში ლიტვამ და მარტში ლატვიამ და ესტონეთმა, ანუ არასავალდებულო ხასიათი და ჩვენ ნაჯახით მოვჭახეთ. თან კაცრი წესებით, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეც უნდა მიიღო მონაწილეობა. ძალიან კაცრი წესები, მას სხვადასხვა იყო ხო, დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, თუმცა იყო იგნორირების. საიდან ჩამოვიდნენ დამკვირვებლები? თვითონ ჩამოვიდნენ EUTOS წინამორბედი ორგანიზაციიდან, ოღონდ გააკეთეს როგორ EUTOS წევრი ხო საბჭოთა კავშირი იყო, ესე ვერ წავიდნენ. EUTO ჰელსინკის კომიტეტი, ამერიკის სენატის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელი იყო ჩამოსული. მაგრამ თავარი ფაქტორი იყო, ოფიციალურად დამკვირვებელი ხო არ იქნებოდა. პრეზიდენტის წარმომადგენლად იყო. ხო.
სხვათაშორის მან და არაოფიციალური ხო, არაოფიციალურად ვიზიტი ჰქონდა, ჩამოვიდა შეხვდა გარბაჩოვს, ელცინში შეხვდა, უკრაინაში ჩავიდა, ლიტვაში და საქართველოში. ანუ სამი წერტილი, რომელიც თავარი გამხაჩველი იყო, ხო, თავარი გამხაჩველი იყო და სხვათაშორის 12 გვერდიანი წერილი მიწერა მამა ბუშ, რომელიც საერთოდ ვერ ყვეოდა, მე მგონი რა ხდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს პირველი დელეგაცია რო ჩავიდა მაისი, ივნისის დასაწყისი იყო. იქ უნდა სხვადასხვა შეხვედრები და შეხვედრაზე CIA-ის წარმომადგენლები ვიდოდა და ჩვენებს დაუწყეს კითხვა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა თქვენ ნორმალურად თუ კაცო თქვენ მაგით უნდა გითხრა. ანუ არავინ არაფრისთვის არ იყო მომზადებული ეს ხაპრები, რომ იმათ დაშალა არავის აფერი არ დაუშლა. ეს ქვეყანა დაიშალა თავისით და ამაში ჩვენი წვლილი იყო, რის გამოც მე გადაგვიხადეს ასე ვთქვათ. აი რა თქვით, რომ ლიდერები ჩვენ ვიყავითო, ლიდერობა წინააღმდეგობაში გამოიხატებოდა? თავარი პროცესი იყო, ნოვოაგაროვას პროცესში ჩვენ ვარ ვთქვით, მონად ახალ სამოქალაქო ხელშეკრულება და ცალსახად გავაცხადეთ, რომ ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, რა ხდებოდა ხო, ახალ სამოქალაქო ხელშეკრულება თუ არ აწერ ხელს, ნიშნავს რჩება ისინი მხოლოდ ახალ საბჭოთა კავშირში, ვინც ხელს მოაწერს, მაგრამ ამას უკვე მეორე პროცესი მოყვა, ეს დაინახეს შუა აზიელებმა. რომელიც ისხდნენ ჩუმად, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ ნავთი მე მაქვს, გაზი მე მაქვს, რესურსები მე მაქვს. აგერ გზაც გამოჩნდა საქართველოს, ხო? იმიტომ რომ ეს იყო ირანსა და რუსეთს შორის ეს დერეფანია, ხო? მაგრამ კი ვერ გაიტანეს აქედან ვერაფერი. მაინც ჩაუკეთა რუსეთმა კასპია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედი გაჩნდა და ეს იყო ის დერეფანი, რომელიც რუსებს ძალიან აღელვებდა და მე შევარდნა და საკაფეთქება რომ მოხდა. ელცინმა დამირეკაო და კაცო ამ გასცადენს თავი გაანებეო რა. როგორ ჭუაზე იყო კაციო რა. 2 წუთის წინ გადარჩენილი პირდაპირ მაცნობეს რომ ჩვენ გავაკეთებთ. ეს იყო მთავარი. ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი შემყურე მერესობა წარმოადგენს და დაინახეს რომ ამათ არა აქვთ ხო ისეთი მხარდაჭერა რაც ბალტიისპირეთს აქვს. მაგრამ ვერაფერს ვერ უშვებიან. ვერაფერს ვერ უშვებიან და ნუ ეს უკვე ნიშანი იყო და არ ჩავიდნენ ზაფხულში, მერე უკვე უკრაინამ ამოიღო ხმა და რეფერენდუმი უკვე დამთავრებული იყო. და ამ რეფერენდუმზე რომ გადმოვიდეთ ჩვენი საუბრის მთავარ ამბავზე, ბევრი შეფასება არსებობს მე უკვე წლების მერე გაკეთებული, რომ რაღაც ეს დაედო საფუძვლად თელ ჩვენ დამოუკიდებლობას, მაშინვე იყო ხო ამაზე ლაპარაკი, რომ ეს იყო კარგი ნაბიჯი, ნათაძე ამბობდა ჩვენთან ინტერვიუში, რომ ეგ რო არ ყოფილიყო საფუძვლად დადებული შევარდნაძე ისევ რუსეთისკენ დაგვაბრუნებდა, არ გამოვრიცხავო. მოკლედ, ბევრი სხვა მოსაზრება შეფასება ხო თქვენ ამას არ ეთანხმებით. რომელიღაცა დაგვაბრუნებდა უკვე. მე კარგად მახსოვს პარლამენტის წევრი ვიყავი, როდესაც დილით შევედი, გავიხედე ეს მთელი ეს ორდენოსანი შემოგვიჭო, იგია ჩაყენებული დგანამ. დილით 9 საათია სესია. ჭირთ მეუთხარ და გვარტია თქმა არა მოგეღიათ სხვა. დავჯექ. ოღონდ მომზადებული გამოსვლები ბატონო ედუარდ თქვენ უნდა გამოაცხადოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. შევარდნაძე ეს გამოშტერს რა დამოუკიდებლობა. აი როგორ შეიძლება რომ გამსახურდიას ხელმოწერილი დოკუმენტი და ხელმოწერა თქვენ უნდა გამოაცხადოთ. ხელახლა. ეს რომელი წელი? 13-14. შევარდნაძე მოგუბრუნდა. იმ შემთხვევაში რაც მე ლაპარაკებით, ხომ გაეროში ვართ მიღებულიო და იმ დოკუმენტის საფუძველზე ვართ მიღებული, რომლის გაუქმებასაც ითხოვთ და ეხლა თქვენას მეუბნებით, რომ ის საფუძველზე ჩვენი აღიარება მოხდა, ის დოკუმენტი უნდა გავაუქმოთ, მაგრამ იდეები იყო. და თვითონ ეს რეფერენდუმი თავიდან ავანტიურისტული იდეად ჩანდა თუ იმდენად საზოგადოებრივი აზრი იცოდით რომ ამ დამოუკიდებლობის მხარეს იყო რომ თავდაჯერებულად შეიძლება სამთებელოს ატარებს გამოკითხვას ლიტვა. ბალტიისპირეთს ვიძახი რომ განსხვავებული სტატუსი აქვს და იქ ისინიც იძახიან უცხოელებს რომ ეს სეცესია და გამოყოფა კი არ არის, ეს არის დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენც იგივეს ვიძახით 21 წელი და რაღაცა, მაგრამ მათ აქვთ ეს ფაქტორი, რომ ისინი არ არიან აღიარებული. ჩვენ გვჭირდებოდა დამოუკიდებლობისათვის ლეგიტიმური საფუძველი. მარტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციამ, რომელსაც უნდოდა დამოუკიდებლობა, საკმარისი არ არის. მოსახლეობას უნდა დაედასტურებინა. ამიტომ იყოს ეს იყო ერთადერთი ნაბიჯი, რომელთაც შეგვეძლო ეს გარდა ამისა არსებობდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი.
ჩვენ გვქონდა ძალიან უარყოფითი პრესა დასავლეთში. კატასტროფა ხდებოდა. ამაზე მუშაობდა ძალიან ბევრი ძალა. დაწყებული მოსკოვში მყოფი კაკებეთი და ქართველები სხვათა შორის. ხაშურს რიჩარდ პაიფსი რო ჩამოდის საქართველოში, მაშინ ჩვენ მაისი-ივნისი იყო მგონი. მან თქვა პირდაპირ რომ ესპრესო არ არის თქვენი დანაშაული იმდენათო. გარდა იმისა რომ რაღაცა უნდა დახვეწოთ გამოთქმებიო. მუშაობს ოკაკებე და მუშაობს რაღაცა ნაწილი დასავლური ლიბერალური ინტელიგენციის, რომელიც ყველას ვინც გარბაჩოვის წინააღმდეგ არის აღიქვას ბრატ და მესამე მუშაობს სახაროვის ეს ცნობილი განაცხადი საქართველოს მცირე იმპერია და ჩვენ წინააღმდეგ ღიად მუშაობდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეგრეთ წოდებულ რუსი უფლებადამცველების. ჩვენ ცოტა ისეთ წარმოდგენა გვაქვს ამ უფლებადამცველების და დისიდენტების, რუსი დისიდენტების 90% იყო ჩვეულებრივი იმპერიალისტი. მათ უნდათ შეეცვალათ საბჭოთა კავშირში არსებული მმართველობის სისტემა. ეხებოდა ეს სახაროვსაც. მათ უნდათ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება. სახაროვის გეგმა რაც იყო, ეს იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე იმპერიული გეგმა იდეაში. როგორც უნდა შეეფუთათ ეს იყო დაყავიდა იბატონეს კლასიკური ნიმუში და ისევ ყველაფერს ამის წინააღმდეგ ჩვენ ვიჭედებოდით. ჩვენ ვიყავით ამ მდგომარეობაში და ჩვენზე მოდიოდა ძირითადი დარტყმა. ისევ ხედავდნენ ჩვენმა ბევრი მისაუბრია იმ ადამიანებთან. საკმაოდ ერთადერთი ადამიანი შემიძლია თქვა რუსი დისიდენტებიდან ეს იყო სერგეი გავალოვი. უწყინვალესი პიროვნება, რომელსაც ეს იმპერიული ბაცილა არ ჰქონდა თავში. ყოველდღე ჩემთან მასაც არ გამოდი. თანარჩენი მოვიდოდნენ კი დემოკრატია რაღაცა და მე უეცად იწყებოდა რომ აი იქ თქვენ ერებს არ აძლევთ გამოუკიდებლობის უფლებას, უბრალოდ რას ქვია ერებს არ როსებს როგორ არ აქვს როსებს სახელმწიფოები რო თქვენს ტერიტორიას. ჩაიხედე იქაურ უფლებებში და ჩამოიხედე აქაურ უფლებებში. სხვათა შორის იმდენად არაინფორმირებულები იყვნენ ევროპელები. სადღაც 90 წლის იანვარი-თებერვალი არის სანამ აი ეს მოხდება. ნორვეგიაში იმართება დიდი შეკრება არის გაეროსი ადამიანის უფლებების დაცვის აგენტზე და გამოიშვეს მე. და საინტერესო რა იყო გამოვართვი, მაშინ სამინისტროს გამოვართვი მასალები და ჩავიდა. როგორც კი წავიდა მოწოლა ამ თემაზე, კაი მეუთხარი. ჩვენ ცუდი ხალხი ვართ. ოსები თავისუფლებისთვის იბრძვიან, ხო მეუთხარი. გიო. აბა მოდი შევხედოთ. ჩრდილოეთ ოსეთი, ერთი სკოლა, საქართველოს 120. ჩრდილოეთ ოსეთი უმაღლესი სასწავლებელი, არა, საქართველოს კი, რადიო, არა, საქართველოს კი. გავიგე რომ ჩვენ ცუდები ვართ. გამაგებინე თავისუფლებისთვის ბრძოლა როგორ არის აქიდან წასვლა და იქ მისვლა. და ნახე რომ უცხოელები მართლა შოკში იყვნენ, როდესაც ეს უბრალოდ რიცხვები დაუვაგეთ, რომ ეს არის მდგომარეობა. მაგრამ ძალა არც საელჩო გაქვს, არაფერი არ აქვს. და გარეთ იყო აი თავიდან ბოლომდე მოცული აი ამ პროპაგანდით, რომელიც ბალტიისპირელების წინააღმდეგ ნაკლებად მუშაობდა და ჩვენ გვანადგურა. როდის დაიწყო ეს ცუდი პრესა და პროპაგანდა ესე აქტიურად? აი რა 80-იანების ბოლოს. 9 აპრილის შემდეგ 9 აპრილმა აფეთქება მოახდინა რა. თან ამბავი რაში იყო რომ დახვრეტები სხვა დროსაც მოხდა. მარჯვენა გარბაჩოვის პერიოდში. კითხეთ ერთი ყაზახებს რეები დაატრიალეს იმაში. ალმატაში აქედან რომ მეორე მდივანი კოლბინი წაიყვანეს პირველ მდივანად. მაგრამ მე ვიტყვი გოგა ხაინდრას სასწაულს ვერ ვიყო. გოგამ გადაიღო და გოგამ და იური როსტმა ჩაიტანეს ეს მოსკოვში და ჩვენი 9 აპრილი. ის რაც ყაზახეთში მოხდა, ბაგის არავის არ უნახე, არც არ გადაუხი. ეს რო არ მოხდარიყო და ჩვენ რო ეს პირველ დღეებში არ გაგვეტანა, დასავლეთი წყნარად და მშვიდად მიიღებდა იმ ვერსიას, რასაც მას მოსკოვი ჩაუდებდა პირში. ვერ გამოხერხდა აი ამ ერთი კასეტის გამო, ვერ მოხერხდა აი მთელი იმის შეკერვას, რასაც პირველი 2 დღე ანდომებდა საბჭოთა პროპაგანდა, რომ ხალხმა ერთმანეთს დახოცა და ნაციონალისტები და ამბავი და რაღაც ერთი თვე გერავდნენ ამ ნაციონალისტების ამბავს, რომ ეს იყო ანტიაფხაზური მიტინგი. თვეები მიდიოდა ამაზე მუშაობა დასავლურ მედიაში.
რო თბილისის მიტინგი იყო, აბხაზური მიტინგი, არა თბილისში მიტინგები დაიწყო, იმიტომ რომ სოხუმში აპირებდნენ ქართულ აფხაზს და სტუდენტებმა მოვითხოვეთ, რომ არ გავალთ მიტინგზე. უნივერსიტეტში გაიმართა ეს შეხვედრა, უთხრათ, რომ არ გავალთ, სანამ ლოზუნგი არ გამოიცვალა, გამოიცვალა ეს ლოზუნგი და ესე იყო, მაგრამ მუშაობა ამაზე მიდიოდა, რომ ეს იყო აფხაზური მიტინგი. და ამ ცუდი პრესის ნარატივები რა იყო, რომ აქ უმცირესობები იჩაგრებიან? ნაციონალისტები უმცირესობები იჩაგრებიან, რა თქმა უნდა, ჩვენი შტერული გამონათქვამებით, ხშირად უფრო გამონათქვამებით ვადლობთ. მაგრამ გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთში ფაქტობრივად საომარი მოქმედებები იყო გახსნილი. მე არ ვიძახე, რომ უცოდვალები ვიყავით კაცო, მაგრამ დიდი ნაწილი რაც მოდიოდა, რა თქმა უნდა, ეს იყო ტყუილმართალი არეული, იმიტომ რომ ისეთი ტყუილები წამიკითხოს რეფერენდუმთან დაკავშირებით. ყველა დადებითი დასკვნა იყო გარდა Helsinki Watch-ის. Helsinki Watch-ი, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული რუსეთის ამ დისიდენტურ წრეებთან. და რას წერდნენ? გამსახურდია 5 მარტს გამოვიდა ტელევიზორში და დაიმუქრა არაქართველებს, რომ თუ ხმას არ მისცემდნენ დამოუკიდებლობას, ისინი არ მიიღებდნენ მოქალაქეობას და მიწას. ბევრი ვეძებ ეს გამოსვლა, პაში მკითხე, რომ მეთქე ამას იცახი. წაიკითხავ. მხოლოდ რეფერენდუმის შედეგად გადაწყვეტ, ვინ იქნება საქართველოს მოქალაქე და ვის მერცემა ქართული მიწა ჩვენი მამაპაპის მიწა საკუთრებაში. ეს იყო რეალობის აღწერა. მე სხვა სიტყვებით ვიტყოდი ამას, მაგრამ მე მინახია როგორ გადაითარგმნა ეს, როგორც ციტატა. ეს იყო აბსოლუტურად სხვა. ანუ მიზან მიმართულად ხდებოდა დამახინჯება ნებისმიერი ფრაზის. ჯერ ისედაც მძიმე ფრაზების საკმაოდ არ გვაკალდა სამწუხაროდ. ბევრი რაღაცის გამოყოთ. მინდა გითხრათ რა. ვინც მაშინ ბალტიისპირეთში ყოფილა, ბალტიისპირეთის ნაციონალიზმი და ჩვენი ნაციონალი ახლოს ვერ მივიდოდით იმათთან. იქ უფრო ძლიერი იყო. ძალიან. მაგალითად მაღაზიაში შევსულვა, დამუღამებული მქონდა უკვე რომ შევიდოდ გაზეთის ყიდვა მინდოდა რუსულად ვეკითხებოდი. ნიატო გეუბნებიან, ქართულად შევიგრები, откуда из Грузии, ну так бы сказали და მერე გაძლებდნენ. ესე იყო. მაგრამ იქ ყველაფერზე თვალი იხუჭებოდა, გასაგებია კაცო დაეხუჭა თუნდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ვიჩაგრებოდით. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მქონდა ჩვენი გაჭირვებები და რაღაცები. და ბატონო ირაკლი, დასავლეთს როცა ვლაპარაკობთ ამ ქვეყანაში, აი ხო, მაინც რკინის ფარდის მიღმა ვიყავით რაღაცა ხანი. რომელ ქვეყნებთან გქონდა ურთიერთობა, აი რომელი ქვეყნის გაზეთებში იბეჭდებოდა, თქვათ ეს დეзинფორმაცია? კაკებეს ეს თავისი ინფორმაციის ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია ყველგან. მაგრამ კაკებე არ იყო მარტო, იქ იყო თქვათ ჟურნალისტთა კავშირის დირექტორი თემურ საგალაევი, რომელიც იყო მისი მოადგილე, რომელიც იყო ქართული მკვლევარი. ძალიან მაგრამ მუშაობდნენ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ უზარმაზარი ქსელი, დაცვის კორესპონდენტები, ისინი ეს ინფორმაცია გადიოდა და გადიოდა. მერე შეიქმნა დამოუკიდებელი სააგენტოები, ინტერფაქსი, ისეთი რაღაცები იწერებოდა ხოლმე, რომ ხანდახან ერთხელ რაღაცა მიწდომა გქონდა და უბრალოდ დეზა შევაგდა, რომ ჩვენ გამოსულიყავით მდგომარეობიდან, ძალიან მაგრა იმუშაო, უცებ ვთქვი როგორ მუშაობდნენ ეს სააგენტოები. ყველა მუშაობა, ყველგან მიდიოდა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატებში ისე იყო, მაგრამ მაინც ძალიან მძიმედ იყო. მერე მუშაობდნენ გარკვეული ნაწილი ქართული ემიგრაციისა, რომელიც ვიაც ვერ იტანდა. და სულიყო ლაპარაკი ბუდავებზე, იმაზე. რაღაცებს რო ვეკითხებოდით, ამერიკას საიდან ხო ეს დამოკიდებულება საბოლოო ჯამში აი ამ განცხადებისაც არის. განცხადება არავის მოსმენელი წაკითხული არ ქონდა. მაგრამ როდესაც Helsinki Watch-ი იღებს Helsinkis რუსეთის Helsinkis კავშირი, ის კავშირი და აი ამ რუსული საინფორმაციო ქსელის იმაში უკლება დამცველთა სივრციდან კონსოლიდირებული ინფორმაციას იღებდა, მერე ეს გადიოდა, მერე ვეკითხებოდი ხანდახან ყოფილა ესეთ რომ გამაგებინეთ ქართული თქვენ არ იცით და ასეთი ნდობა საიდან როგორ ეს იმან თქვა. ხო, ნამჯდარი კაცი და ესენი წესიერი ხალხია. შე როგორ გინდა ვიღაცას უთხრა, რომ სახაროვი რასაც ამბობს სისულელია. ხო, ღმერთია. ევროკავშირის სახაროვის პრემია აქვს. მე მკითხე ერთი როგორ ღმერთი იყო, რაც აკეთებდა საქართველოსთან მიმართებაში. მათ შორის დაბლოკვის თვალსაზრისით საქართველოსთან ინფორმაციის გასვლა შემოუღია. ბლოკავდა?
ყველგან თუ არა, სადაც მე არ ვიძახი ხო 20 საქართველოს ეკონომიკა, სადაც ხელი მოუწოდებოდა იბლოკებოდა ინფორმაცია. და ამ ბლოკადის და პროპაგანდის კვალ-და-კვალ როგორ ახერხებდით ჯერ არ არსებული სახელმწიფო და მერე ჭყინტი სახელმწიფო თავის დაცვას და რაღაცა სურველი ინფორმაციის გადაგებას. მოახერხეთ რო სინამდვილეში ვერ მოახერხეთ. აი მცდელობები როგორი იყო? რაღაც პირადი ურთიერთობები? ძირითადად უნდა გერბინა მოსკოვში ეგ იყო მცდელობები. იქ უნდა პირადი ურთიერთობები ჟურნალისტებთან, დიპლომატებთან, იმასთან და მაგ აქტივობები იყო, ცოტა ვიზიტები იყო, მაშინ გაიხსნა ცოტა მეტნაკლებად ვიზიტები. ეგ იყო და ვორჩა. ფაქსით თუ გაიგებდი ვინმეს ფაქს, ეგეც რომ მივედით, უბრალოდ დავიწყეთ ძებნა, რომ აი მაგალითად მოსკოვში მოღვაწე რუსი ჟურნალისტები, არ იყო თბილისში ეს ინფორმაციები. არათვდიდნენ საბჭოთა რესპუბლიკას, მოსკოვში და დაგერეკა და ხო იქ შენი წარმომადგენლობა ყავდათ, რა თქმა უნდა, აცები მოახლა პორტრეტი ყო, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც შენი ბოდენა მანქანა ყავს, როდესაც რია ნოვოსტი ცალკე, ტასი ცალკე, საელჩოები, წარმომადგენლობები ნახევრად არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს იყო რა, ამიტომ ვაჯობეს. ბალტიისპირაც ქონდა ბევრად უკეთესი სიტუაცია, იმიტომ რომ მას ყავდა იმიგრაცია ერთი და მას ყავდა დიპლომატიური წარმომადგენლობები ვინაიდან არ აღიარებული, რა თქმა უნდა, ახლა ეს სრულფასოვანი საელჩოები არ იყო, მაგრამ იქ იყო ლეგაციები, ანუ მათ ლეგალური სტატუსი ჰქონდათ და როგორც კი ამათ დაიწყეს დამოუკიდებლობას ამუშავდა ეს ანუ ეგრევე დიპლომატიური კავშირები დამყარდა უკვე ოფიციალურ დონეზე, არ ნახევრად ოფიციალურ დონეზე, ხო, პაიფსი რო ჩამოვიდა თქვა რომ აღიარება ვარ იქნებაო, მაგრამ ვფიქრობთო აი ესეთი ნახევრად ოფიციალური წარმომადგენლობების გახსნას, რომელსაც დიპლომატიური სტატუსი არ ექნება, მაგრამ რაღაცა დაიშალა საჭიროებაში. და თვითონ ეს რეფერენდუმი, ანუ იდეის გაჩენიდან ჩატარებამდე მარტივი გზა არ იყო, თუ იყო? იმიტომ რომ იყო სამხრეთ ოსეთში. იყო ყველაფერი ორი თვე იანვრში დაებადა ეს და როგორც გავიგეთ რომ ბალტიისპირეთი ამას ჩვენთან ხო ფიქრი მიდიოდა იმაზე როგორ შეგვეცვალა ეს ვითარება და პირველ რიგში ეს იყო რომ ეს კატასტროფული მედია ფონი რომელიც იყო სულ კონფლიქტი ეთნიკური კონფლიქტი და თანა მოსკოვიდან აწვდნენ სურათი ქართულს აწვდნენ უსათითლებოდა რაც უნდა მოხდარიყო ყველაფერი მთავრობის დანაშაული ხო და ნუ პოლიტიკური ნამდვილად ერთი იდეა იყო რომელიც შევთავაზეთ და გაჟღერდა მაშინ ეს იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რაღაცა საქართველოში მოლაპარაკება შემდგარიყო მაგრამ ყველა მხრიდან დაიბლოკა ეგრევე მაგრამ ეს ყარაბაღის თემაზე მაშინ რომ ჩვენ მზად ვიყავით რომ გამსახურდია მზად იყო რომ გამოსულიყო ასე ვთქვათ შუამავლის როლში მაგრამ ყველა მხრიდან დაიბლოკა მათ შორის დასავლეთის მხრიდანაც არავის არ აწყობდა ეგ ამბავი ანუ აქ ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების დემონიზება ხდებოდა გამოყენებული იყო ჩვენი ყველა შეცდომა რა თქმა უნდა მაგრამ ამ შეცდომებს ემატებოდა სამი იმდენი ზღაპარი ზევიდან და თავარი ვეუბნებოდი ხო უცხოელებს კაი ბევრ შეცდომას უშუალოდ გამოცდილება როგორ ვერ ხედავთ რომ ეს ყველაფერი არის საბაბი თავარის წინააღმდეგ ხო მაგრამ ჯერ კიდე მაიარო გაზაფხულია ის პერიოდია რომ მაინც გარბაჩოვის მხარეს არის თუმცა გვიშველა იმ ფაქტმა რომ გარბაჩოვმა ვილნიუსში ჯარები შეიყვანა ამან გვიშველა და დაანახა რომ ამათ საშველი მაინც მაინც იქით იწევენ რა და ამან ცოტა შეარბილა ჩვენს მიმართ დამოკიდებულობა და ეს ვიგრძენი კიდევაც ხშირად მიწევდა გასვლა ჟურნალისტებთან ურთიერთობაში და მანამდე რომ ვეუბნებოდით რომ ეს ხალხი რა დემოკრატია ნუ გაქვთ ამის იდეა ამათ ეხლა უჭირთ ეკონომიკურად თუ მოძლიერდნენ იგივე იქნება ვილნიუსის ამბების შემდეგ რომ ხდებოდნენ უკვე ეს ადამიანები იქ ცოტა უკვე შეცვლილი იყო დამოკიდებულება რომ ხო არ ყოფილა მოდერნიზაციის გზაზე ხო რომ დაურეკა ლანძბერგისმა და გარბაჩოვი ჩაიგდოთ იმერს ვამე разговаривать რომ უთხრეს და ეს ამბავი რო გავიდა მე მიხვდა რომ თლად ასე არ იყო საქმე. ეს ზვიადის იდეა იყო თუ აი რაღაც სათათბირო, ანუ არა, სათათბირო, ყოველთვის თათბირი ხდებოდა იქ არა თქო და მაგ იდეა ზვიადის.
და მარტივად შეთანხმდა არავინ მოწინააღმდეგე არ ყოლია, იმიტომ რომ ეს იყო მოწინააღმდეგობა არ ქონია. ერთი ტყუილი რაც არის გავრცელებული 31 მარტს თავის დაბადების დღეს ტყუილია. იანვარში ვთქვით, უნდა ჩატარებულიყო 24 მარტს დაინიშნა. ბუდის CSGO პარლამენტის ხდომაზე მომზადებაზე ვიყავ და ვახტანგ ხმალაძე იყო თავმჯდომარის მოადგილე და ვახტანგმა თქვა რომ ერთი კვირით გადავწიოთ. ეს ერთი კვირით ვერ ვასწრებთ ორგანიზაციულათო რა. ეს იყო და ხალხ ვახტანგმა იცოდა ეს ამბავი და მე ნუ ატყდა. მაშინ არც არავის არ ყოფილა აბსოლუტურად ტექნიკურად მოხდა გადაწევა, აბსოლუტურად ტექნიკურად. აი თავის დაბადების დღეს და თუმცა კაი დაბადების დღის საჩუქარია, იმიტომ რომ 99%-მა დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას. კი. ეს იყო შორის გვეხმარებული საბჭოთა რესპუბლიკებიდან ბევრი ჩამოვიდა, სულხეთის დელეგაცია ჩამოვიდა, ძალიან ბევრი ხალხი. კაი ხალხი იყვნენ ძალიან. დავყვებოდი და სამი დღით ადრე რესტორანში შევედი, დავლიეთ ცოტა და მევთხარ ახლა უნდა გაიყოთ, მეთქეს ყველა უნდა გავიყოთ. მეთქი ნაწილი უნდა მოიხსნათ დამკვირვებლობისგან. რატო? უნდა წახვიდეთ მევთხარი ახალ ქალაქში, მოწმინდაში. დამკვირვებელს არ აქვს აგიტაციის უფლება, რომ იქ აგიტაციაში უნდა დაგვეხმაროთ, იმიტომ რომ იქ ახალი გახსნილი არ იყო, დაკეტილი ზონა იყო.აფერი არ უთქვიათ, საღამო. დღეს საღამო უნდა გვაცალეო. იქ ერევანშიც გაიარეს კონსულტაციები, ვინ დარჩენილიყო, ვინც ასულიყო და 4 დღე იპახავეს ბოლომდე. გაიყვნენ და წავიდნენ? დაიყვნენ, ნაწილი დარჩა დამკვირვებლად და ნაწილი წავიდა, დეპუტატები იყვნენ. მართველი მაშინელია სოხეთის საერთო ეროვნული მოძრაობის მართველი პარტიის წევრები, პეტროსიანის პარტიის წევრები და 4 დღე დაღამე კარგად იმუშავეს. ძალიან მაგრა იმუშავა. ყოველდღე მოგდიოდა ახლა მძღოლი და ისე ჩვენები იყვნენ, რომ ჩვენები ატარებდნენ და სულ ვირეკავდნენ, რომ აქ შეხვედრა იყო, განმეორებითი შეხვედრა იყო დილიშკაში იყო. იყო ეს გვიჭერდნენ სომხებიც ხარს, აზერბაიჯანელებიც დადიოდნენ და გვეხმარებოდნენ, ასე რომ ჩვენ მეზობლებში მივხვდავთ იმის, რომ განსხვავებული სიტუაციები იყო, ხო, კონფლიქტი თან ახლა ეგენი განსაკუთრებით აზერბაიჯანელები იქიდან იყო ერთი მნიშვნელოვნად, რომ სომხებსაც და აზერბაიჯანელებს ხარებდა და ძალიან ყველაზე დიდი გაოცება იყო ეს მაღალი პროცენტი. უმცირესობებში. კი, ეგ მეც უნდა მეკითხა. 70%-ზე და მეტი. როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოლქში. სამხრეთ ოსეთში სადაც ჩავატარეთ. ნუ იქ ცოტა ნაკლები იყო, მაგრამ ხო. აფხაზეთში ძალიან მაღალი იყო. ხონდაშორის საკავშირო რეფერენდუმზე მაგალითად აფხაზეთში ძლივს აწიეს 51%-ამდე მისვლა, ოღონდ ეს 51% დაწიეს, მაგრამ სამხედროებიც მონაწილეობდნენ. სამხედრო ნაწილები მიაბეს, გადმოაფრინეს აფხაზეთში არსებულ ბაზაზე, ოჯახში თავიანთი ოჯახის წევრები, ისინი ჩაწეს, ისე ავდნენ 50%. აქ პატიოსნად 60%-ზე ავედით. საკავშირო რეფერენდუმს განმარტავ, მაინც ვისაც შეიძლება არ ახსოვდეს, ეს იყო ხო? ორი კვირითა და 17 მარტს ჩაატარა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე და ნუ ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზეთში 50, მაგრამ მაინც შეცდომა დაუშვეს, რომ გამოვიდა 51% მოვიდა და იქიდან აპროცენტიც მისცა საბოლოო ჯამში 40%-ზე ნაკლები გამოდიოდა. და ამ რეფერენდუმის შედეგები ითვლებოდა არა ქვეყნების მიხედვით, არამედ სრული პოპულაციის მიხედვით, ხო? მაგრამ ჩვენთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ აფხაზეთში ვერ შედეს ჩვენგან განსხვავებით 50%-ის დადება. ჩვენ მთლიანი ამორჩევლების რაოდენობის 50%-ზე მეტი დავდეთ ხარდაჭერების რიცხვი ძალიან მაღალი იყო აქტივობა. და ყოველთვის აფხაზებიც გამოდიოდნენ გუდაუთიდან და აზერბაიჯანს. და ხო სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც ჩატარდა. კი, ჯავაში ვერ შევედით ფაქტიურად და ზნაურის რაიონის რაღაცა ნაწილებში და დანარჩენში ყველა. და ეს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი, რომელიც გარდაუვალი კონფლიქტი. ამის პარალელურად მიმდინარეობდა. ჩვენი შეცდომები ქონდა, ეგ ერთი თემა არის, მაგრამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი იყო გარდაუვალი. სამხრეთ ოსეთი კონტროლდება ფაქტობრივად ტელეკავკასია. ტელეკომუნიკაციები, სარკინიგზო, სამანქანო, ყველაფერი 15-იდან ჩვენი გზებიდან და რკინიგზიდან. მაგას არ გაუშვებდა ხელიდან. ეგ იყო ეგ ჩაიდო 18-21 წელში ჩვენი ქართველი ბოლშევიკების კრეტინობის წყალობით და აგვიფეთქეს 91 წელში. კიდე ერთხელ მეორე არნიშნავს, რომ შეცდომები არ ქონდა.
ძალიან სუჩესტოვი ქონდა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდარიყო, აფხაზებთან ყოველთვის იმათაც ურთიერთობა მქონე, აფხაზებთან ყოველთვის იყო მოლაპარაკება შეაძლებელი, სანამ ჯარ შევიყვანდით მანამ. ამათთან არასოდეს. აქ უფრო რთული ვითარება იყო? აქ იმიტომ რომ ისინი თავის თავზე ზრუნავდნენ და ეს პირდაპირ ზრუნავდა იმაზე, ის არ იყო, ის არ წარმოადგენდა არანაირ რუსხალხებზე ეკიდათ ისინი თქვენ ცხოვრობდნენ. ის იყო იმისათვის, რომ შენ რუსეთში ვერანაირი მოლაპარაკება ვერ ხდება. აი შევარდნაძემაც რამდენი ცადა, ხო? აფერი არ გამოვიდა. იმიტომ არ წყვეტდნენ ისინი არა ყველა ამიცო რომ აფხაზეთს თუ კიდე შეიძლება რაღაცა წარმოიდგინოს ზღვაზე გასასვლელი აქ ტურიზმით რაღაცით იცოდე სამხრეთ ოსეთმა რა დამოუკიდებელი სახელმწიფოში რა ყველა ხდება რომ ბლეფია ქალაქი არა ხო არა ორი სოფელია დაჭირ უბრალოდ იყო ამბავი ის რომ შენ უნდა გაეჩერებინე ამიტომ იქ ვინც ხალხი იყვნენ დაწყებული მათი პირველი მდივნიდან რომელიც გახდა მე საკავშირო პარლამენტში ის იყო თანათავმჯდომარე საიუზრო იყო ფრაქცია რომელიც საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ცდილობდა იმისი თანათავმჯდომარე იყო და ახლა როგორ გახდებოდა იმისი თავმჯდომარე თუ იქიდან არჩეული კაცი მისი რეგიონი საბჭოთა კავშირის დარჩენას არ მიაწვებოდა ხო აქედან გამომდინარე იქ ლაბორატორია თითქმის შეუძლებელი იყო კიდევ ერთხელ მივხვდით მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა ხო, შეცდომები მგონი ძიმე იყო. შეცდომებს გავაგრძელებ იმ შეცდომებით, რაზეც ისმის კრიტიკა და მე მგონი ბოლო აწლეულებია საქართველოში სულ ისმის კრიტიკა იმაზე, რომ პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ გაერთიანებას ეროვნული მიზნებისა და ამოცანების გარშემო და არ ვიცი, შეიძლება ეს რეფერენდუმი ჩაითვალოს ეგეთ მაგალითად, როცა ბევრი სხვადასხვა მჭრელი იყო ხო მაშინ პოლიტიკური სცენა, მაგდენი პარტია მე მგონი მე შემდეგ წლებში აღარ გყოლია. რომ აი მჭრელმა პოლიტიკურმა კლასმა მოახერხა რაღაცა დიდი მიზნისთვის გაერთიანება. იყო ეგეთი შემთხვევა? მეტნაკლებად კი თუმცა ერთ ფაქტს მოგიყვებით, აი ეუთოს წინამორბედმა ორგანიზაციამ ამერიკის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელი გამოგზავნეს მეთქი და იმას მე დავყვებოდი თბილისში არჩევნების დღეს. აღმოსვრის ნახევარია SMB-ით პირველ კორპუსში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში იყო უბანი, იქ რო შეხვიდოთ ახლა სადაც რექტორატია, იქ იყო გაშლილი. შევედით. ამან მითხრობა რომ ვანემო აქო შევხედოთ ბოლომდე. დავიწყეთ რაღაცა ყველაფერი რიგშია რაღაცა მეძახის რომ ყუდზე ვამძვრალი არიო ბეჭედიო და ეს ნიშნავს რომ დარღვეულია ის რა ქვია ხმის მიცემის პარულობაც და აგია მოუკვდი იქ მაგრამ გადმოყაროთ მეთქი რა რომ ეხლა ეგ რო არ მეთქვა ის იმას ნიშნავს რომ ყველა დანარჩენი უბანს დააყენებდნენ ტენჩს ანუ დამიძახა არაო არუმეთი რომ შემოვედითო ბეჭედი დარტყმული იყო ბეჭედი კონდო რომ დაგვინახესო აი ის ტიპები მივიდნენ და აწურეს იმას რა თვალი ქონდა და ის ტიპები ვინ იყვნენ ვინ არიანო ვიც საინტერესოა გავიდნენ ნუ თხა არიან აგინდა მეთქი რა პოლიტიკაში ჩართული ხალხი იყვნენ თუ იმ ხანად ტიტუშკების წინამორბედები? არა, ტიტუშკების წინამორბედები. გაიმეორე ხარი რა ვქნათ. არა, კაცო რა უნდა გმოჩე ხო არ გადაირიო, უბრალოდ აქ დავრჩებითო და ხიზლათო დავესწრებით. თუ გინდა ხუთს დავესწრო, ეს უბანი არ გააუქმო. ვიდეო მაინც გვეშინო და გული გვისკდებოდა თბილისი მაინც მიგვაჭრაო თბილისი იყო გამკაჭავე მაგრამ სერიოზული ძალები მუშაობდა ამის წინააღმდეგ თითქოს ასე ჩანდა და გვეშინო და არა ქართულ რეგიონებს ამის წინააღმდეგობა დიდი იყო დავითვალეთ 96% რაღაცა მოვიდა კომისიის თავმჯდომარე უყურა მოიტანეთ ბიჭები ვთქვი რა ტაროვა აიცა რა ბიჭო არ ხდება ამერიკელებთან ეს მაიცა აფე გაიო იმანა ცოტა შევეშოთ მაგრამ ფაქტი იყო მე ამ კაცმა დაწერა ძალიან კარგი მოხსენება ის ღვინოდალია ის ღვინოდალია უკვე დამთავრებული იყო შეჭამებული იყო ძალიან კარგი მოხსენებითი პარათი დაწერა ძალიან კარგი დასკვნა დაწერა თუმცა ხაზი გაუსვა შიდა დაძაბულობა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, გადაწყვეტილების სისწორეზე.
ხო, 31-ად მაინც ღია თამას არავინ არ დაპირისპირებია, მაგრამ ესეთ ფაქტები ეს რას მე მონაყოლს არ გეუბნები. რას თქვენი თვალით? ჩემი თვალით ვარ. ანუ ეს ერთიანობა უფრო ილუზიური იყო. არა, იყო, მე ვერ ვიტყვი, იყო ეს ერთიანობა, რა თქმა უნდა, იყო მაინც ეს ერთიანობა, მაგრამ ეს რაც ქართველებს ჩვენ ისტორიაში გვაქვს, საუბედუროდ, სხვებსაც გქონიათ ალბათ, მაგრამ ჩვენი გვატარდებს. შიგა ბრძოლაში ისეთ ემოციებში შევდივართ, რომ ხანდახან გვავიწყდება, რომ ის შიდა ბრძოლა მთავარი არ არის. ქვეყანაზე და სხვა ბევრად უფრო მძიმე გამოწვევები არის. ეს მუშაობდა, ბევრჯერ მუშაობა ამ საქართველოში სამწუხაროდ. და ვინ იყვნენ ეს ცუდი ხალხი? არ უნდა თქვათ. არც ერთი ცოცხალი აღარ არის. ავანებოდა ვიმაჩვილე ჰაფერდო უშავები. და პოლიტიკური ძალებიდან ვინ იყო? პოლიტიკური ძალებიდან იყო ასე ხო, კონგრესი და პარლამენტი. კონგრესს არ გამოუხატავს, ერთი პერიოდი აწვებოდნენ, რომ ეს არის კრემლის გეგმა. რეფერენდუმი. ხო, რეფერენდუმი. ეხლა საერთოდ ეგრე იყო საქართველოში, თუ რამეს ვინმეს რამოცავ, ამბროლებდა, რომ კრემლის გეგმა. როგორ იყო კრემლის გეგმა საბჭოთა კავშირის გამოყოფის რეფერენდუმი? აი. ავანებოთ თავი. და მეტი არაფერი. მაგრამ ვიცი, რომ შინითაც მიაწვნენ, რომ ახლა მე ვერ ჩავალ ჩემ სოფელში და ვერ ვეთქვი, რომ იქ სადი რეფერენდუმზე წინააღმდეგი მიეცა. ბოლოს ყველამ გააკეთა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრემლის გეგმა დააფიქსირეთ საკუთარი არჩევანი, რომ კრემლს არ ეს გაკეთების საშუალება ტრალელა, მაგრამ ხო, ესე იყო. და ეს წინას რეფერენდუმო კამპანია ცოცხალი, ცხოველი და აქტიური იყო? რა თქმა უნდა, განაწილებულები იყვნენ დეპუტატები, ყველანი დადიოდნენ. ეს რეფერენდუმი რომ ჩვენ ძალიან გვეშინებოდა. ერთ-ერთი კამათი რაზეც იყო იანვარში, როცა ინიშნებოდა, სანამ დაინიშნებოდა, იყო ის მოვიგებთ თუ არა. იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხანი არის გასული არჩევნებიდან ეს ერთი ადგილებზე ადმინისტრაციები კი ახლა პრეფექტები დაუნიშნეს და ორგანიზმთან დაუნიშნეს და არ დაგვეჩინა. მაგრამ ეს ძველი რაიკომები ესენი ყველანი ფუნქციონირებს. და ასესამდე მართალია წეგას პირველი დივანი ვინც იყო ის ციფიცებდა და იგლიჯებდა ყველაფერს და ყველაზე მეტი სტორმოდა რომ რამე არ დაებრალებინათ ჯიმი მიქელაძისთვის. ხო, მაგრამ შიში იყო, ამიტომ მუშაობა იყო ძალიან გაშლილი. ძალიან გაშლილი, რომ ყველა დეპუტატები ესენი იქიდან მე პასოს რო გამოვარდი იქ რომ დავამთავრეთ მოკლედ. გავიქეთ CSGO-ში, ეს ავტობუს სასტუმროში. გავიქეთ CSGO-ში და დავჯექით ტელეფონებზე. ყველა, მაშინ ძალიან ნელა ითვლებოდა ეს ყველაფერი. აი ტელეფონებზე და ვინ და რამდენი პროცენტი ის. სადღაც 2 საათისათვის 12 წუთს უკვე გარკვეული იყო რომ ვიკებდით. მერე იყო აი წერტილები ხო? აი იქნებოდა უმცირესობი დავთვალებული. იქიდან ცოტა ამოვიდა 65-70%. დამშვიდეთ. გაზრდები იყო რა თუ არა და ძალიან ძვირ საღამო იყო. ანუ ეს არ იყო იდეა, რომელიც აი გარანტირებულად იმდენად ბევრს უნდა დამოუკიდებლობა, რომ მოვიგებთ ამ რეფერენდუმს. ესე არ ჩანდა მისი დაწყების დროს, ხო? თუ ჩანდა. აი ამის დანახვას. არა, ჩვენ რა თქმა უნდა იმაში დათვალებული ვიყავით, რომ ქართველები აქეთ ხმას ვიცოდნენ, ჩვენ არ გვინდოდა რომ ეს არ მოხდარიყო, გაყოფა არ მოხდარიყო რეგიონების მიხედვით და იყო სადაც ძალიან დიდი გავლენები ჰქონდა შენარჩუნებელი საკავშირო მაგალითად აჭარისთიანეთი. ხო, სადაც ფაქტობრივად ვერ შევდიოდით ხო ერთი წლის წინ, იქ სასწავლო შედეგები დაიდო პირიქით, აქეთ პირიქით მოხდა ეს ყველაფერი. ანუ სადაც საფრთხეს გრძნობდით, იმ საფრთხეზე იქაც ხო გრძნობდნენ, რომ ჩვენ აქ გვეშინოდა. იმ საფრთხის საპირისპიროდ წამოვიდა ისეთი მობილიზება ადამიანების და ისეთი მხარდაჭერა, რომ აუ იქ შიდა აქტორებმა იმუშავეს კარგად, ეგრე გამოდის. ყველა იმუშავა საბოლოო ჯამში კომუნისტიდან დაწყებული, როგორც არ უნდა ყველა მიმუშავა ერთწერა. ყველა მიმუშავა დიახსა. ეგ იყო მთავარი კომუნისტებმა, სიმპარტიებმა, სამპარტიებმა, საბოლოო ჯამში ყველა ჩადგა ამ რიგში.
ყველა ჩადგა, ყველა მიხვდა, რომ ეხლა მართლა საქართველოს ბედი წყდება. და პრობლემური რეგიონები ეს ქვემო ქართლის სამცხეს გარდა სადაც ეთნიკური სიჭრელე იყო და ამთიანი აჭარის გარდა რა იყო რისიც გეშინოდათ? გვეშინოდა რომ დიდი სამხედრო ნაწილები იდგა ყველგან. მარნეულში დიდი ბაზა იყო, ახალქალაქში დიდი ბაზა იყო, დივიზია იდგა. ძირითადად დასაქმების ადგილია ხალხის, ვინც ადგილობრივი მაცვიყოდეს ბაზები. ამიტომ ზემოქმედება დიდი ჰქონდათ. ზემოქმედების საშუალება დიდი ჰქონდათ, მაგრამ აი ეს რომ ჯერ ერთი ბაქონდა და ერევნიდან მოვიდა ძალიან მკაფიო სიგნალები, მერე ახლა იქ საერთოდ დეპუტატები ჩაუშვით და ისინი იმაშობდნენ აკაზი უნან ჩამოსულები ბაქოელების და ბაქოელების უშოთ, ამან გაანეიტრალა. ანუ საბოლოო ჯამში გაგება მოვიდა იმისი, რომ ეს ქვეყანა იშლება და ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა ვიყოთ. ეხლა ქართველების სულს დაუპირისპირდეთ დამოუკიდებლობას, უნდა ვავნო იმ ჩემ ხალხს რა, რომელიც აქ ცხოვრობს რა. და მე ვფიქრობ ამან იმუშავა ყველაზე მეტად და შედეგები ძალიან მაღალი იყო. არ ელოდებოდნენ არც ევროპელები ელოდებოდნენ, არც რუსები არ ელოდებოდნენ. რომელი უფრო არ elოდა ნეტა? არ ვიცი რომელი უფრო მე მგონი ევროპელები უფრო არ ელოდნენ. მე რაღაცა ერთი მომენტი დაიწყეს რომ ეს რა პროცენტებია და რაღაცა და დავიწყე ძალიან მაღალი რო იყო ხო? რომ ეს არ არის საკითხი ძალმა ალიკაპით უნდა იაროს თუ ალიკაპის გარეშე ბახშის არ არის ამ საკითხზე რეფერენდუმი. ეს არის რომელიც ერის ისტორია შეიძლება ერთხელ გაიმართოს რა და ხო საყოველთაო მოსულა იყო. თქვენ სად მიეცეთ თვითონ მაგ დღეს ხმა? ჩვენთან ორთაჭალაში. და რომელ საათზე მიხვედით სისხლდივას? მე ძალიან დილას ადრე უნდა მისულიყავი, რომ უნდა გავსულიყავი და ესენი და უკვე ბევრი ხალხი დაგხვდათ რომ მიხვედით სისხლდივას. გახსნამდე ანუ. გახსნამდე. თანჯო მე ხო უბანში ვცხოვრობდი, სადაც ერთი შვიდი ვაღაც ვიყავ თუ ქართველი. ორთაჭალად ველი უბანია და მაშინ განსაკუთრებით სომხები ირაკლი ჯან. აქავართ. მობილიზაცია იყო. გავაცხადებ. და ერთი მხრივ ძალიან შთამბეჭდავია მართლა ეს 99%-ზე მეტი ადამიანი როცა ამბობს დიახს ხო დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ეს რაღაც 17,000 კაცი გამოდის, ვინც თქვა არა, ხო? მონაწილეები და ჯამახედა მე ისე ეს არ მიგვიძის მიგვიძის. ალბათ გიფიქრიათ ვინ იყო ეგ ხალხი. ანუ მე მაგალითად იმ ვაკეშიც უნივერსიტეტის უბანზეც ორი ხმა იყო. არა ორი არა იყო. და ვინ იყვნენ ესენი საბჭოთა ფუნქციონერები, კონფორმისტები, ხალხი ვისაც დამოუკიდებლობის არ ჯერა და არ ვიცი, შეიძლება ხო მაგალითად ახლა თბილისში მიუხედავად იმისა, რომ რუსები თბილისში გაცხოვრებლები კარგად იყვნენ ინტეგრირებული ჩვენთან, მაინც იყვნენ ახლა ხალხი, რომელიც ძალიან დაიზაფრენ ამ ეროვნული მოძრაობის დროს. ახლა ჩემი ნაცავთან მივიდნენ მეზობლები და რუსები იყვნენ, რა, კაი ხალხი იყო და ირაკლის რა უნდა უჩვენო აქედან უნდა წავიდეთო ახლა რამოთ აუგუსტს დავზე რატო უნდა წახვიდეო როგორ თქვენ თუ გამოვიყავით თუ აბა უჩვენო აქ როგორ უნდა ვიცხოვროთო და რა სხვა ქვეყნებში როგორ ცხოვრობენ ნუ მოკლედ იყო რა თან ამ შიშებს ნერგავდნენ შიშებს ნერგავდნენ ცდილობდნენ რომ ეს ცალკე თემა იყო ხო მაგალითად 9 აპრილის შემდეგ დაიწყო რამდენიმე ფაქტი მოხდა რუსებზე თავდასხმის სამხედროებში აქ დაიჭირეს მე. აღმოჩენ გერეუს თანამშრომლები, ამ თვითონ შევოდნენ ამას. თავარი იარაღი კრემლის იყოში და დადაბულობის შექმნა. ქართველებს შორისაც და ქართველებსა და არა ქართველებს სამწუხაროდ ორივე გამოვიდათ. სამწუხაროდ ორივე გამოვიდა. არ გვეყვა არც პოლიტიკური ცოდნა, არც ბევრი რამე არ გვეყვა რა მოკლედ. ყველაზე მეტად რა არ გვეყვა, რაზე დაერთობთ? რა შანსები გამოვიყენეთ ცოდნა. აი როგორ ამბავი ვიცი. ბალტიისპირეთში ერთ ჩაცვლაზე ჩავედი პარლამენტში ვივედი და რაღაცა შეხვედრები დამთავრდა რაღაცა შევედი სესიებს იმაზე თარგმნა მიდიოდა რუსულად. პრივატიზაციის კანონი გადიოდა მე 5 სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდი. პრივატიზაცია როგორ უნდა მოხდარიყო. შევხვდი ახლა ამათ თითქმის ბევრს ვიცნობდი აკადემიკოსი ვილკასი. მეთქი როდის რანაირად რაღაც 70-იან წლებში დაწყებული რაღაცაზე მუშაობა ეკონომიკურ თავისუფლება დამოუკიდებლობაზე როგორ გადაიყვანოს საწარმოები, რო ბიუჯეტზე ამაზე მუშაობა დაწყებული იყო წლები ვიდიოდა. აქ არა. აქ
90 წელს რაღაცა სტუდენტებმა მოვითხოვეთ, ეკონომისტები მოდით და ავხსენით როგორ შეიძლება როგორ იარსებობს საქართველოს დამოუკიდებლობა, გაევლო საერთო დარბაზის სავსე და მოვიდა ყველა მართლა ვინც ვიცოდით მაშინ. ყველას ჰქონდა ერთი პოზიცია. ის კი არა რა უნდა გავაკეთოთ. შვილებოს საქართველოს დამოუკიდებლობელი არსებობა ეკონომიკურად არის შეუძლებელი. ეს ხალხი იყო მინისტრები, ეს ხალხი იყო პროფესორები, ინსტიტუტების დირექტორები, მთელი ელიტა ეკონომიკური. კივილამდე მივედით, ვეუბნებით, ბიჭო, რა ვიცი, ბოსტვანა არსებობს, ეს არსებობს, მე რამჭირს ამის. გამორიცხული. არაფერზე არ მუშაობთ. რომ მივედით ხელი პარლამენტში, მეგონა რაღაცა დაგხვდებოდა, მაინც აი პროცესი მიდის, ხო, შეიძლება ვიღაცები დასვა 3-5 კაცი რაღაცა ჩამოაყალიბო, სულ კატასტროფაში ვიყავთ. ბიუჯეტი დავამტკიცეთ 4.1 მილიარდი შემოსავალი, 10 მილიარდი გასავალი. 60%-იანი დეფიციტით. და ამაში არ შედიოდა საკავშირო დაქვემდებარება, რომელიც სამგე ფინანსდებოდა მოსკოვიდან. ერთხელ რაღაცა შევარდნაძთან ვიჩხუბეთ, თვალ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  number of story ხავრაც ჩუებ ერთი რავი არ გესმის ეს 70 წლის ისე გახდა რომ ერთი წარმოედგინა რომ საქართველოს თითოეულ დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნებოდა ეხლა სწავლობს შენ და ის ერთად სწავლობთ ეხლა შენ просто უფრო თავისუფალი ისტორიი არ აგაქვს რა ამას ისტორიი ესე იყო არავის არაფერზე არ ქონდა ნაფიქრე ეს იყო ყველა დიდი შოკი ჩემთვის რამე არის ყორაზეც ნაფიქრი ქონდათ მე არ შევხვდები საერთოდ აი კონსტიტუციაზე ვერ მოხარდა კონსტიტუციის მაგრამ კონსტიტუციაზე ერთი გვერდი არ იყო დაწერილი ზვიადმა მოითხოვა მაშინ და აი მწერალთა კავშირში 90 წელს სერგო ჯორბენაძე ვიღაცები ჩვენი იურისტები მოიწვია მაგრამ აი ის რო განახა რათაც ვაქციე ჩვენ ახლა იმად ვალდისფრენობა დაიწყეს ახალ კონსტიტუციაში ჩვენ დავიწყეთ იმ არსებულში ჩასწორებები ერთადერთი ეგზემპლარი არსებობდა კონსტიტუციის ეს იყო ირაკლი ჩიქოვანი იყო ძალიან კაი კაცი იურიდიული სამსახურის უფროსი იქ რო შესულა ეს იყო და ჩაწეპებული ხახალდები ჩამატებები და რო დაგჭირდებოდა რამე რა წერია ჩაიხედა და ვეირა დეგენერატორმა გამორჩენილი არის ხო ნეტესად არის ხა ეგ ზეგინით ჩაწეპებებით ბატონი და კლავაში არ იქნება ალბათ ძალიან ხან შესული ძალიან მაგარი კაცი იყო ეს ხოთა შორის და ძალიან დიდი ინსტიტუციონალური კაცია ჩაწეპებებს ძალიან დიდი ინსტიტუციონალური მეხსიერება ქონდა რაც თავარი რა ძალიან მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო სამსახურში ვერ გაიგეს ამ ყრიან ამ ხალხს ინსტიტუციონალური მეხსიერება ბევრი რამე ასე იცოდა სად რა იდო სად რა უნდა მოგეძებნა რა აქტები იმიტომ რომ ეს მთელი ეხლა ეს დღეს არის კომპიუტერული სისტემა მაშინ სადღაც უნდა მოგეძებნა არქივში ეს აქტები რო გჭირდებოდა ხახალდით სადღაც შენახული კიდე ის შეინახა იმან თუ იცოდა სად უნდა შეენახა იქეთ ძალკეთება იყო ეგრე იყო არაფერს ზუსტად არ ვიყავით ეს იყო მთელი კატასტროფა და ეგ რითი აიხსნებოდა ამ რკინის ფარდით და გეოგრაფიით და ბევრწლიანი იზოლაციით თუ იმიტომ რომ რაღაცები ხო იყო დისიდენტები არსებობდნენ რაღაც ბრძოლის ისინი ხო იყო ფორმები დისიდენტები ალბათ პოლიტიკის დოკუმენტებზე არ იმუშავებდნენ მაგრამ აი მოლოდინი იმის რომ ერთ დღეს საბჭოთა კავშირი შეიძლება დანგრეულიყო და საქართველოს თავისუფალი ყოფილიყო რაღაცა ვიწრო წრეში ხო მაინც არსებობდა ეს ელიტა ისე იყო კორუფციულ კავშირებში და იმაზე თავს ვერ უბედავდნენ ეს კორუფციული სისტემა რატო გააკეთეს საქართველოში და სხვა რესპუბლიკებში ნებისმიერისთვის ხელისმოკლება შეგეძლო რატო იყო ეს სისტემა მართლისათვის წყალებში კარგი ჯანდაბას ჩვენ ვიხდით ამ ფულს და მიდის ეს თქვენ ჯიბეებში მაგრამ ნებისმიერთვისაც ამბობ ესენი არათუ ხმამაღლა სიზმარი რო ენახავთ თავს გაიღვიძებდნენ გაწ ამიტომ არაფერზე მუშაობა არ მიდიოდა. ხო და რატო საბჭოთა კავშირმა შექმნა ეგეთი სისტემა? თუ თვითონ ამ ქართულ ელიტას არ ქონდა სურვილი და მოლოდინი იმის რომ ერთხესაც შეიძლება თავისუფლება დამდგარიყო. ეგეთ რაღაცას გეტყვი. რუსები რო შემოვიდნენ საქართველოში. თავარ მართებელო თუ აბსოლუტურად არა მეფის დროს. შეკრიფა
ქართული თავადაზნაურობა და განუცხადებლად თქვენ სახელმწიფო არ ქონდათ. უზე გაბრაზდნენ რატო კორუფცია არ იყო თქვენთან და იმიტომ. რუსის გაგება სახელმწიფოს რა არის კორუფცია თუ არის, ესე იგი государственная система работает. ხო და არცად არ წამეკითხავს მე იმ პერიოდში რომ საქართველოში აი კორუმპირებული სისტემა რუსეთს ყოველთვის წერდნენ, ხო? ჩემი აზრით 56 წლის შემდეგ მასობრივად წავიდა ეს ამბავი, რომ აი ფშავანაძის პერიოდში მასობრივად წავიდა, რომ აი ოქროსავირით შემოვიდნენ, აკეთეთ ფული, რაც გინდათ ისკენ, და პოლიტიკისკენ არ გაიხედოთ. და ნუ თაობები გაიზარდა ამაზე რა. ხო და რა გამოდის, რომ ხალხს აი მათ შორის ისეთ რეგიონებში რისიც გეშინოდათ, უმცირესობები, მოწყვლადი იზოლაცია და ასე შემდეგ, უფრო მეტად ქონდა თავისუფლების სურვილი ვიდრე ელიტას? უფრო წარმოედგინა, რომ ერთად შეიძლება თავისუფალი ყოფილიყო? ცხოვრობ მერაბ კოსტავა მითხრა მის სახლიდან ჩამოვდიოდი თურსალზე და კოლონა მოდის ხალხის მიტინგზე და აი აქ ლოგესმის რა ხდება სინამდვილეშიო ჩვენ ეროვნულ მოძრაობის დროს სოციალურ საკითხებზე საუბარი სირცხვილად ითვლებოდა რა რაღაცა კურსზე ხო არ ვიფიქრე სინამდვილეშიო რა ხდება ვიციო აბსოლუტურად სოციალური მოძრაობა არის ეს ეროვნული მოძრაობა ამ ხალხს აღარ უნდა კომუნისტურ სისტემაში ცხოვრება და ვერ იტანს იმ ელიტას რომელიც ყავს მერაბი გულით ხდებოდა ამას კლუბები არ ჩაუტარები აბსოლუტურად ესე იყო ეროვნული მოძრაობა გახდა ელიტის საწინააღმდეგო მოძრაობა ელიტამ სამაგერო გადაუხადა მერე ეტაპობრივად შევანაძის დროს რემანში აიღო ელიტამ კონტრელიტას თუ ქნით ცოტა უკეთესი უნდა შექმნა მაგრამ ეს ცოტა უკეთესი საიდან მოვიდოდა მამარდაშვილის სწორს ამბობდა რა ჩვენი საზოგადოება კომუნისტებმა ისე გარყვნეს რომ აი მე ეხლა დღეს ის მიკვირს რომ დღეს ბევრად და 10ჯერ და 10ჯერ უკეთესი საზოგადოება ვართ ვიდრე 80-იანი წლების ბოლოს ვიყავით ჩვენი ფარისეულობითაც და კიდევ მიუხედავად იმისა რომ ხო მასო უკეთ ცხოვრობდა ხო რის ფასად ის არასდროს არ ფიქრობს მას არასდროს არ ფიქრობს რის ფასად ცხოვრობს ამ უკეთ ყველა კოლმეურნეობაში ხელფასი რომ 11 და 20 მანეთი იყო და ორსართულიანი სახლები რო იყო აშენებული ხო ეს ლობარის ფასი იყო ხო კარგად ცხოვრის ფასად ცხოვრობდი ოღონდ მე ვეცადე რომ დაინგრა ეს ყველაფერი აღმოჩნდა რომ ეს ფული იქიდან არ მოდიოდა და მაშინ უნდა ამუშავდე რა და თქვენ ესე იგი იზიარებთ ხო ამ მოსაზრებას რომ ეროვნული მოძრაობა გარკვეულწილად თუ დიდწილად არა სოციალური მოძრაობა იყო რა თქმა უნდა მერაბი იყო აბსოლუტურად სწორი ამ შემთხვევაში მერაბის სახელს არ ვეფარები მართლა ეგრე იყო ანუ ეს იყო მე მაშინ უეცად გამოჩნდა ხო რომ აი ის ელიტები რომელსაც თითქოს მთელი საქართველო პატივს სცემდა უეცად როგორ შეტრიალდა ეს განწყობები ხო აი მასობრივად ლანძღავდა ვერ ვიგებდი რა თუ ლანძღავდა და ტახტანურები თუმცა რა გინდათ გაც ნუ რევოლუციურ პროცესზე ახლა არჩევნებით ხდება თუ არა არჩევნებით რევოლუციური პროცესია ხო რევოლუციური პროცესი ყოველთვის ახდენს აქვს ეს და აი პოლიტიკურ ლიდერებზე ამერიკას მსგებლობა რომ ამ კავშირ თავზე მოასვავს საზოგადოებას რა დღეს მოხდა საქართველოში რა დღეს ხდება თუ შეიძლება ამის დაწმენდას და რაღაცა ნორმალური კალაპოტისკენ წასვლა ჩვენ ვერ მოახერხებთ ვერცათხელ ვერ მოახერხებთ გონი და ისევ თეორიას დაუბრუნდები სოციალურ ეროვნულ მოტივებს რომელი მეტი იყო რაღაც შორიდან მე ძალიან პატარა ვიყავ მაგ დროს არაფერი არ მახსოვს მარტო ესე ვიცი რასაც ვკითხულობ ეგ ამბები ანუ ეს თავისუფლების იდეა არ იყო რაღაც ისეთი ჰაერში მოტრიალე და ამაღელვებელი იდეა რა თქმა უნდა ეგრევე თავისუფლების იდეა მაგიტომ არის ხო აი ცოტა გამაბრუებელი და თავბრუ დამხვევი თავიდან 88-ის ბოლოს პირველი მიტინგები რო ეს მაგია რა დრომდე ქონდა ხო ამ თავისუფლებას თავიდან იმდენად შოკი იყო ნუ ამდენ 10-15 კაც პრეს-კლუბი აკეთებდა დატური იმაზე რა ქვია დავით გარეთზე რო დაიწყო ხო მე თქვა აი აქ იმაზე რა ტრანსკავკასიის მაგისტრალზე ვნახე პირველად აი ლიდერების ზვიადი ისინი აქ დაი ისინი დაიჭრეს სტუდენტებს ვინგვაყოლეს ეს რომელი წელია 8 ტრანსკავკასიის მაგისტრალზე მეცნიერებათა აკადემიაში უნდა და დიდი დებატები იყო მაგისტრალზე სამხრეთ ოსეთზე უნდა გამოსულიყო რკინიგზა უკვე
ერთი სიტყვა გავბედნიერდით. მაშინ ნახეთ, ეს იყო ერთეულების. აი უეც რა ხდება 26 მაისი იყო პირველი 26 მაისი არის პირველი, როდესაც შედარებით მასობრივი აქციები დაიწყო და აბსოლუტურად მოუზადებელი იყო ხელისუფლება. ვერ გაიგო, გაგულახოს, გცემოს, თან ახლა ეს ხუთრავი საზოგადოება ყველას ნათესავი ახლობელი ბიძაშვილი ეს პოლიციელიც მილიციელი ჩემი ნათესავი იდგა. პოლიციელად. მილიციელად და მომკიდა ხელი უბრალოდ არ მივიყვანა და უბრალოდ მომიტყვა ან გავაკეთებ და ხლა იმას და ან გაიარეთ ქოშოპელს აღლებო და შევარდით და გავედით. ხო ესე არ ვიძახთ არისო რომ მასობრივი რომ გახდა და დაიწყო ძალიან სწრაფად გახდა ეს იდეა მომხიბლავი თან უწყობდა ხელს რომ იქ ბალტიისპირეთში ამბები ხდება სომხეთში ხო ეს ყარაბაღის მოძრაობა არის დაწყებული და იქ თავისუფლებაზე არ არის ლაპარაკი და ყარაბაღ მიაცულს ითხოვენ მაგრამ წავიდა შეცდომა დაუშვა მაშინ ამ წერალთა კავშირმა დაიწყეს დაპირისპირება სტუდენტებთან. აი პრეს-კლუბთან, იმასთან რომ ეს ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოში. 87-ის ბოლოა ჯერ. დაიწყო ეს დაპირისპირება სრულიად მოულოდნელი, ანუ რა გინდათ და პერესტროიკას ხარი უნდა დაუჭიროთ და რაღაცა და ამბავი და აქედან წავიდა იყო რამდენიმე შეხვედრა მათ. და ბიჭო ორი დღის წინ კომპარტიას უჭერდა ხარს რომელიც ყველას იჭერდა და ყველა ახლა პერესტროიკას უნდა დაუჭირო ხო შეიძლება ყოველთვის ყველაფერს ხარი უნდა დაუჭირო მაგრამ ხო ეს ჩვენი ელიტა მაშინ ვერაუღეს ალღო დავიდან დაიწყეს ამ ჩვენი სტუდენტების ლანძღვა რაღაცა მერე გადავიდნენ უკვე ეროვნული მოძრაობა რამდენიმე წერილები იყო ლიტერატურული საქართველოს ნახოთ სხვადასხვა მაშინდელი იქიდან ხრესაც წეროდა აქედან ხრესაც მაგრამ ნახოთ აი ანთოლოგია არის ქართულ საზოგადოება რა არის რა იყო მაშინ ელიტამ დაუშვა შეცდომა მათ ვერაუღეს ალღო ჩემს ყველაზე ისეთი მანიშნებელი იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ხო შეიქმნა ბალტიისპირეთებში რა მოხდა ხო ეს დისიდენტური ორგანიზაციები იყვნენ მათ დაიწყეს შექმნა სახალხო ფრონტების სახალხო ორგანიზაციების აქ გასდავალებით შეიქმნა რუსთაველის საზოგადოება და მე ძალიან აქტიური ვიყავ ხოლმე ხამაღან ისეთ ადგილებში ხდებოდი რომ ისეთი ფაზა მოხდებოდა ხო აი როგორ ავალებდა ცეკავს დივანი რომ შენ გადი და ეს უნდა თქვა ჩემი ყურით მაქვს მსმენელი ვის ერთ მნიშვნელობა აქვს ჩვენს ძალიან ცნობილ წერალს და ეხლა შენ გახვალდა ამას ეს ახალგაზრდების მარგინალიზაციისთვის გაცემული დავალება ახალგაზრდების თუ ეროვნული მოძრაობის ხო იქ უკვე მე 88-ში წავიდა ეს თბილისში აქცია დაიწყო შიმშილობის საკავშირო კონსტიტუციაში ცვლილებებს აპირებდნენ ფაქტობრივად აკრძალვა უნდა და ამოღება უნდა მუხლის რომლითაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა შეიძლებოდა და მაშინ ძალიან აქტიურად წავიდა ეს წერალთა კავშირში შეხვედრები და ისინი ყველგან დავრბოდი რა მაინტერესებდა ინფორმაცია ამას ვაწყდებოდი ყოველწუთას იცი რომ ადამიანები რომლებიც ჩემთვის დილებს წარმოადგენდნენ რა უცბად დავინახე აი ეს რო ბიჭო მიხვალდა ამას იტყვი და აი და ისიც მიდიოდა და ამბობდა კი და ბატონაირაკო თქვენ ხო სრულიად ახალგაზრდა იყავით მაგდროს 22-23 ხო ანუ ეროვნულ მას დამოუკიდებლობის აქტს როცა მოაწერეთ ხელი 25 წლის მაშინ გავიზარდო ამდენი წლის მერე გარდა იმისა რომ ქვეყანაში არის 35 წლის თავი ადამიანისთვის უფრო მეტია მოკლედ 35 წელი ვიდრე ქვეყნისთვის ხო რა თქმა აი თქვენი აი პატარა ახალგაზრდა ბიჭის ენთუზიაზმიდან მოლოდინებიდან სურვილებიდან რა ახდა და რა გაგიცრუვდათ. ცხადს ხელი რომ მოაწერე დამოუკიდებლობის აქტს, მაშინ შემეგობარს უთხრა რომ ჩემი ცხოვრებაში 25 წლის ასაკში ყველაზე მთავარი ბოლო მოხდა. ამაზე მთავარი ღმერთმა დაიფარო საწინააღმდეგო და დაჭირდეს მეთქი ანუ. მაშინ ასე არ ფიქრობდით, ასე არ უყურე, ჩვენ ფიქრობდით, რომ იქნებოდა ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა. ახლა ვიღაცას რო ეთქვა 35 წლის შემდეგ კიდე რუსთაველის პარლამენტის შენობის წინ მიტინგებზე მომიწევდა სიარული ჩემი შვილიშვილების
ჩემი ძმაკაცების შვილებთან ერთად და თავისუფლელი მედია და ადამიანის უფლებები რომ ჩავთვლით რომ არ ნორმალური იყო ან ჩავთვლით რომ მართლა მოგზაურული იყო ამას ვერ წარმოვიდგენდით ხო იმის გაგებაც რომ ეს საზოგადოება სამწუხაროდ არ იყო მზად დამოუკიდებელი საზოგადოება ქვეყნის სამართავად და საერთოდ არ გაგვაჩნდა უნარჩვევები ამისი ესეც ძალიან გვიან მოვიდა ყველაფერს გამოცდილება უნდა და მით უმეტეს ახალგაზრდა სახელმწიფო 65 წლის ბავშვებს საიდან ეს გამოცდილება უბედურება ის იყო რომ ბალტიისპირეთში იმ უпроსტაობაში იყო ხალხი რომელიც ამისათვის მორალურადაც ემზადებოდნენ არა მარტო დისიდენტები სხვანაირები იყვნენ 12 მარტს ჩავედი ლიტვანურ დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ ერთი დღეს გამოაცხადეთ მეორე დღეს შავფრენდი ჩემ მეგობრებთან იქაურებთან იქა ხალხი იყო რამდენი თბილისში სწავლობდნენ იმაში თეატრალურში ხო და სესიაზე გამოდიოდა იყო ესეთი იქაური ზვიად გამსახურდი ანტანას ტერლაჩკაცი ძალიან მაგარი კაცი იყო მთელი ამ არჩევნების განმავლობაში საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ურტყავდა ლანდსბერგის რომ ეს არის მოსკოვის გეგმა გამოაცხადა ლანდსბერგისმა დამოუკიდებლობა მივიდა სესიაზე მოითხოვა სიტყვა თქვა მიმართა ლიტვას და უთხრა ხალხს რომ მევწდებოდით და ეს კაცი იყო მართალი აი ეს არ გვიყო არასდროს ანუ აქ არავის ეს საჯაროდ აღფიარებია თავის დანაშაული. აი მივიდა კაცო ეს სესიარი იქ ვიყავი. გამოვიდა მე ვიყავი მტყვანი. დაუჭირეთ ხანი ლანდსბერგის. ოღონდ ვერ მოვუნდა პრუსკანატულად დანიშნე პრემიერ-მინისტრი და კგბ-ს აგენტი არის. აღმოჩნდა რომ იყო. ყველას აქ თავის სიმღერა. რაღაცა ნაწილი. და აი როდის მიხვდით რომ აი ეს დამოუკიდებლობა რომელიც მოიპოვეთ, ხელი მოაწერეთ, გაფრთოვანებდათ, რაღაც ნამსხვრევებით შევივა. მე ფაქტობრივად ძალიან მალე ხო 9 აპრილის მონაწილე ვარ და ნუ ახლა ვინმეს რო ვთქვა 2 წელიწადში 9 აპრილის შემდეგ ქართულს ესროდა და 11 წელიწადში ნუ აი როგორ ჩავთვლიდი მაგრამ ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა და საუბედუროდ დაძილობრივ შეგვაძლევდათ ხო ახლა პარლამენტში ვიყო ამით დამოუკიდებლობის აქტით საბუნების მიღების საშუალება დროც კი აღარ დამჭა ფაქტობრივად იმდენად მალე წავიდა და თან იმდენად უყურებდით რომ ძვირდებოდა ქვეყანაში მდგომარეობა და ბატონო ირაკლი ყველაზე მთავარი ხელმოწერა კაი 25 წლის ამ გააკეთეთ და ყველაზე საამაყო ამბავი ეგ არის ხო თქვენ ბიოგრაფიაში აბა მეტი ხელი არაფერ არ მოგიწევს არა ყველაზე ცუდი მოგონება რა არის აი რაზეც არ ვიცი თქვენიათ თუ გაწუხებთ თუ არ გიდათ ამოკალაკო შეიძლება იყოს ამოკალაკო ომი 26 წლის ასაკში ჩვენთვის დაინგრა საერთოდ ყველაფერი რაღაც მიოცნებია ეს ოდეგის თემა რომ ზარლობა ხო ძალიან და ბოლოს მინდა აი ბევრჯერ ახსენეთ ბალტიის ქვეყნები ხო და ნიქსონი რომელიც აქ იყო ანუ მეგობრები რომლებიც არ ვიცი მეგობრები თუ მხარდამჭერები თუ ჩვენი ბედის გამზიარებელი სხვა ქვეყნები რომლებიც ჩვენზე წინ წავიდნენ ხო ამასობაში და რაღაცა დროს აი მოლდოვა იგივე რაც ახსენეთ ხო რომ ჩვენ მოყვებოდა და ხა მოლდოვა მაგალითად ევრო ინტეგრაციის პროცესში უფრო წინ არის ხო 35 წლის განმავლობაში ანუ ვინ მეგობრები შევიძინეთ დავკარგეთ არ უნდა დაგვეკარგა მეტი გვესწავლა მათგან ვინაიდან ესე ხშირად დადიოდით სხვა ქვეყანაში და ადევნებდით მათგან ვითარებასაც თვალს ეხა იქ ცალკე ლაპარაკის თემაა მაგრამ მთავარი ამბები რაც გაგახსენდებათ ამ ჩვენ პოლიტიკური მეგობრები პარალელური ისტორიებიდან ჩვენ პოლიტიკური მეგობრები არის არყოლე მაგალითად როგორც აი თურქეთი აზერბაიჯანი ან მოლდოვა რუმინეთი ასეთ პოლიტიკურ მეგობრობას ეთნიკური ფაქტორი სიახლოვე განაპირობებს დანარჩენი ჩვენ ყოველთვის სულ ვიძახი ხოლმე რომ ბუნებრივად ჩემი ალდან გამომდინარე ჩემთვის რუსთან ურთიერთობა უფრო მარტივი და უფრო ახლობელი არის ვიდრე ევროპელთან ხო იმიტომ რომ ნუ 200 წელი ერთად ვიცხოვრობთ მაგრამ შეუნდა ნახო შენი ინტერესები სად არის განვითარების რა და არ ვიძახი რომ ეს ევროპა და ამერიკა ანგელოზები არიან ძალიან კარგად ვიცი მათი ისტორია ბევრი ქვეყნების ისტორიკოსი ვარ ბევრი ეხლაც ბევრს კითხულობ ბევრს ვნახულობ ვიცი რაც აქვს გაფუჭებული არსებობს იმპერია რომელიც ყვავილებით მოდიოდა და პუწუ-პუწუთი გელაპარაკებოდა ყველა იმპერიას თავისი მინაქარი აქვს
მაგრამ ჩემი არჩევანი რა არის, ხო? ჩემი მეგობარი ის არის, ვინც ვისთანაც მე უკეთ განვითარდები, ვისთანაც ერთად ყოფნა მე მოძლევს საშუალებას, რომ მეტი განათლება მივიღო, განვითარდე ცხოვრების დონე ავწიო ბიჭო, მე აქ ვუყურებ, ხო? რუსეთზე ის კი არა მაგ ზიზღი. ჩემ განათლებაში ოჯახმა რომელმაც მიიღო მონაწილე ჩემს მშობლების შემდეგ, ვისაც აქ მიღებული, ის არის რუსული ოჯახი, გაქცეულები არიან დღეს რუსეთიდან. და მომატარა ნახევარი საუკუნე, საერთოდ არაფერი არ ვიყავ იმათთვის. მაგრამ სად ვიქნები? როგორ მეორე, როგორ რუსული ოჯახი? იყო ასეთი მოსკოვსკაია სკოლა პალიჩის სლედოვანი ევროსაბჭოს გაკეთებული, აი დამატარეს ერთადერთი კაცი ვიყავს, რომელიც სამსამწრაზე წამიყვანეს და მომატარეს. ეს ფლექსივით პროგრამა იყო, ფლექსივით პროგრამა იყო, ჩადიოდი იქ ცხოვრობდი, რომელსაც ოჯახში. არა, ეს იყო პერიოდული კონფერენციები, ოღონდ აქ ჩამოდიოდნენ მარგარეტ ტეტჩერის პრეზიდენტი, გერხარდ კოლის მრჩეველი, საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ანუ მთელი ინტელექტუალური ელი და აქედან ინტელექტუალური ელი, აქ იყო ლექციები, ისინი დემოკრატია რა იყო აქ ანუ მოსკოვში. მოსკოვში, იმაში, პარიზში, სტრასბურგში, სადღაც დავდიოდი, ნახევარი ევროპა მომატარეს. ხო და ამას ვამბობ, ჩემი არჩევანი, ჩემი პირადად ეს არჩევანი ევროპისკენ იმიტომ არის, რომ ამ ქვეყნის გამოსავალი იმაში არ არის, რომ იმაში ჩავრჩეთ, აი ეხლა ვთქვათ, რომ რუსი შემოვიდა და ფული მოგვაყაროს და ისე ნაგავში ვიცხოვრო, კიდე იგივე სიზამე. და ამერის განვითარება კიდე შეფერხდება. კიდევ ავიღებთ ამ ფულს, კიდევ დავხარდებით, კიდევ ფულიანი მონები გავხდებით და იქ თხოვენ რომ უნდა იმუშაო. სწორად გააკეთო, ჩვენ უნდა ეგ განვითარებას გაძლევს. ეს ჩამორჩენილობას. და ვნახე 90-იან წლებში ვნახე მე აი ჩვენი ეკონომიკური ვნახე იმ ჩამორჩენილობამ, იმ ფულიანმა ცხოვრებამ რა მოგცა. ჩემთვის ამ ერის განვითარების შანსი არის ის რომ ვიყოთ თავისუფალი ხალხი და ვისწავლოთ მუშაობა. ყველანი ვიძახით ფასები რატო არის მაღალი. მამოწყონებული მთავრობამ ერთხელ მაინც იკითხო შრომის ნაყოფიერება როგორ არის ამ ქვეყანაში. მთავრობა ფასების კომისიას ელოდება. აი ბიჭო, ამ კომისიაზე იკითხო ხო შეუძლია ერთადერთი ქვეყანა ვართ იცი ევროკავშირში, ევროპაში რომელიც არ ითვლის ამ მაჩვენებელს. და ეს არის ძირითადი სეგმენტი ფასს წარმოქმნის ამ ქვეყანაში, სხვა თემები არის. ხო და ეს არის რა მეგობრები არ ყავდა ქვეყნები, მაგრამ იყო საერთო ინტერესები. ხანდახან დიდი ქვეყნების ინტერესებთან დაპირისპირება. კიდევ ვიძახი 91 წელს გამსახურდიას რომ არ გაეგიჟებინა თავი და ეროვნულ მოძრაობას, დარჩებოდი ჩვენ საბჭოთა კავშირში და თუ იმას გონია რომ ძალით დაშლიდა ვინმე საბჭოთა კავშირში. ძალიან ცდება. ჩვენ დავიწყეთ უკრაინამ დაადო ბეჭედი, როდესაც რეფერენდუმი ჩაატარა უყურებარ და ის რასიზმ და კაცმარიც. ალბათობა ის იზამდა, იმიტომ რომ უკრაინელები ძალიან ისე იყვნენ. მაგრამ ფაქტია, რომ ან გვაქვს ალტერნატივა, ორი ალტერნატივა, ან გვაქვს გზა განვითარებისაკენ, ცოტა რთულია, შრომა მოგვიწევს ისა, ან გვაქვს ხო ბრაზდები არ ვიძახიო, მაგრამ მაწაღარი მონების საზოგადოება ვიყავით რა. გაიჩავდით, გაისვავდით. იყო ეგა ყველაფერი. მაგრამ ვიყავით ძალიან ლოიალურები, რბილად რო ვთქვათ, იმ სისტემის მიმართ და არც 21 წლის დამოუკიდებლობა გახსოვდა 18-21 წლის. მიყვებიან ჩემი უფროსი თაობის ხალხი, რომ თორე არ ვიცოდით. მიხვდებით იმისა, რომ პირველი თაობა იყვნენ რა, შეგიძლიათ პირველი თაობა იყვნენ იქიდან. არ ვიცოდნენ. და ეს მათი ბრალი არის. ხო, მაგრამ რაღაცნაირად პარადოქსი არ გამოდის, თუ მაწყარი მონების საზოგადოება იყო, როგორ იბრძოლა ბეჯითად და ყოჩაღად დამოუკიდებლობისთვის, მათ შორის ბევრ სხვა საბჭოთა ქვეყანაზე უკეთ. უცნაური ხალხი ვართ. ირანის ისტორიოგრაფიაში ტყისას ვერ გაუპოვიათ ბახტრიონის აჯანყება რატო მოვაწყეთ. მანამდე ხმა არ ამოვიდა. მაგაზე ხო არის ურბანული ლეგენდა. ხო და ხო, რუსებმა ერთი რამე ვერ გათვალეს ჯერლებმა. ეს შინაგანის ეს ცხოვრების წესს გიცვლის და ცუდად გაქცევს, მაგრამ ეს შინაგანის სწრაფვა თავისუფლებისაგან რაც დევს ქართულში, ეს მაინც ვერ შეიჭამა. ამიტომ როგორც კი ფანჯარა გაინახა და გასასვლელი გაინახა, ეს ვიწრო უეცრად გაკართველდა, ისე ვისკახა. გახსენდა მეძღარმონას, რომ თავისუფლება უყვარდა? უყვარს თავისუფლება. ჩვენ მონობაში ვიყავით, მაგრამ თავისუფლება გვინდოდა.
შინაგანად ყველას მოსწონდა დასავლეთი. სოფლის გლეხსაც და იმასაც. რა ქვია, ინტელიგენტსაც. სინამდვილეში ამ მაწყარემონების საზოგადოების შექმნა ეცადნენ და არ გამოვიდა საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ გენც დაიმშნენ რაღაცა დროს. თუ ეს თავისუფლების სურვილი მეტი იყო. შეუძლებელი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, ხო? აი საქართველოს ისტორია რო წაიკითხო, ნახავ რომ უცნაური ხალხი ვიყავით. აჯანყებები სოციალური არ ხდებოდაო და სოციალური აჯანყებები კი არ ხდებოდა, იმიტომ იყო ეს რომ არა იმიტომ რომ ძალიან კარგად ცხოვრობდით, არამედ იმიტომ რომ თავადის და მეფეც ხდებოდა რომ ადამიანის ჩაქრა არ შეიძლებოდა. და ჩვენთან აი ისეთი ტირანიები რაც ევროპის სამეფოებში გაგიგებთ საქართველოში არ ხდებოდა. გლეხის პირადი უფლებები და პირადი ღირსება ხელშეუხებელი იყო. ამაზე იყო გაზრდილი ეს საზოგადოება და ნუ ამოფეთქა მაინც რა. და ბოლოს ისე მეგობრებს მოუბრუნდეთ, რა დაგვრჩა ამ როგორც აღმოჩნდა მუდმივი მეგობრები არ ყავდა, მაგრამ აი სიტუაციური მოკავშირეებიდან. სიტუაციური მოკავშირეებიდან დაგვრჩა ისე ვის რაც ქონდა, ხო? შენი ისტორიული არჩევანი რაც არის. საით უნდა განვითარდე, შენ თვითონ არავინ არ დაგვაძლევს ხო არც ევროპაში შესვლას და არც არავის ღამე არ ძინავთ ბრიუსელში ვინმეს გონია რომ საქართველოს რამე გაუხერხოთ ახლა შემოვათრიოთ და კაპა გადავაცვათ კაცებს და იდიოტიზმია ხო ეს ყველაფერი პროპაგანდა მაგრამ შენი არჩევანია ჩვენ დავჭამ თავარი რაც გვეგონა რომ გაკეთებული იყო მაგრამ კიდევ ერთხელ დავჭა გასაკეთებელი ეს არჩევანი ჩვენ თავისუფალ სამყაროს წევრობა გვინდა თუ იმ ნაგავში დაბრუნება რაში ცხოვრობდით. აი ეს არის. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა მოვიდეს, აი ვიღაცა ის ნიკოლო ჟავანაძე რო დარბის იქ, აი გითხრას რომ აი 100 მილიარდს იძლევიან ძმაო და ისევ ვიცხოვრობთ ქართველები როგორც და მოვიპარავთ იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. ვიღაცა ალბათ ამას აირჩევს. თუ ერმა ეს აირჩია, ადრე თუ გან განადგურდება. ჩვენ გადავჭით იმიტომ რომ ის 21 წელიც ჰქონდა ის 24 წელიც ჰქონდა ის მანამდე ბრძოლაც ჰქონდა დამოუკიდებლობისათვის ამიტომ ესე მარტივად არ იყო ეს 88-99 აქედან არ ჩამოვარდნილა რა თავისით იმ დღეს არ წარმოშობილა ჩვენ ისტორია იყოს ეხლაც მაგ ისტორიამ მაინც ვფიქრობ რომ სწორი მხარისთვის შეგვაბრუნებს როდის არ ვიცი რაც მალე მით უკეთესი რაც მალე მით უკეთესი მაგრამ ნუ მე მაინც უკვე მოსეს 40 წელი იქნება თუ რამე სხვა იქნება ნუ მოსეს 40 წელი ახლოვდება უკვე მაგრამ ქართველებს გამონაკლისები გვაქვს რაღაცას გადავასვით მაგრამ მე რასაც უყურებ მე აბსოლუტურად გულწრფელად ვიძახი ეს საზოგადოება მიუხედავად ბევრი მინუსისა რომელიც გვაქვს ყველას ბევრად უკეთესია ვიდრე უტოპიცია ჩვენ ბევრად ნაკლებად ვიხავით მაშინ როგორც საზოგადოება თავისუფლების და დამოუკიდებლობა ბევრად ნაკლებად გვესმოდა თავისუფლება რა იყო ვიდრე დღეს და ეს თაობა გაიზარდა რომ ეს რაღაცები აი ამ რაღაცებზე ხა ჩვენ ინტერვიუში ვარ რომ ვესაუბრები ადამიანს ხან ლექციაზე სტუდენტს ხან ვერ წარმოუდგენია კი რაღაცებში მეც მიჭირს ხოლმე და ვეწიო ამბებს ხო და ამიტომ ის რომ ეს კარგია პროფესორი შემიძლია გაგება, მაგრამ წარმოსახვა ყოველთვის არ მშველის, ხო? აი ამის ეს რომ უკვე წარმოსახვა გჭირდება, გაიგე, ამ ყველაფრისათვის, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იმას დაშორდი და შენ დღეს ამაში არ ცხოვრობ. ის ახლა მართლა ნულოვან წლებში მოხდა ამისი გარდატეხვა სერიოზულად და რაცა უნდა ჩემი დამოკიდებულება გქონდეს სააკაშვილის ხელისუფლებასთან, იმ დროს მოხდა ამისი გარდატეხვა და ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო, მენტალურად მნიშვნელოვანი რამე იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების 35 წლის თავზე რა სისურვებთ? მალე მოვა. რეფერენდუმიდან 9 დღეში გადგება იქ ხო? დამოუკიდებლობა როდ პროდუქტული მისაღწევია და თავისუფლება. დამოუკიდებელი ეს ბელორუსიც, ბირმაც, ამდენ ჩაუთვალო აფრიკის ქვეყნები. ყველაზე ისეთი ისტორია ლიბერია არის ესეთი ქვეყანა რომელიც ასე შეიქმნა ამერიკელებმა იქან თავისუფლებული ზანგები რომელსაც განათლება მისცეს რაღაცა გადმოსყეს ამ ლიბერიაში ჩათვალეს რომ დემოკრატიას გააკეთებდეს ნახდი ამბავია თან ამდენიმე წელიწადში რომ უსასტიკესი დიქტატურა იყო ბოლოს ასეთი გულუბრყოლო კითხვით ვინაიდან დავიწყე გულუბრყოლო კითხვით დავამთავრებთ ზოგადით აი თქვენი თავისუფლება რა არის ამ ასაკში და ამ გამოცდილებით ჩემი თავისუფლება არის რომ ვიფიქრო და ვაკეთო ვილაპა არა მარტო ვიფიქრო და ვილაპარაკო ეს თავისუფლება არ არის ლაპარაკის და ფიქრის თავისუფლება ვაკეთო ის რასაც ვფიქრობ
და ყველა ხელისუფლებამ არ მიგეთოს უმეტად ჩემ ოჯახს ყველანაირი არსებობის საშუალება, იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები ხელისუფლების პოლიტიკას. ეხლა შეზღუდული გაქვთ ეგ თავისუფლება. ნუ შეზღუდულება არავინ არ ზღუდავს, მაგრამ არანაირი საშუალება არ არის არაფრის. კეთილი. მადლობა დიდი.